8 საათი და 30 წუთი შეცრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის გადაცემა პირდაპირ ეთერშია. თქვენთან ერთად ვიქნებით 2 საათის განმავლობაში მარიამ ჟავანაძე და სალომე სურმანძე ჩვენს დიდ გუნდთან ერთად. გიმზადებთ ძალიან საინტერესო გადაცემას ტრადიციულად, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად. თუ რას ვნახავთ გადაცემაში 2 საათის განმავლობაში, მოდი მიმოვიხილოთ ეს ყველაფერი მცირე ანონსში, მოგესალმებით. 1805 წლის 2 აპრილს ყველასთვის საყვარელი მწერალი და მეზღაბრე ჰანს ქრისტიან ანდერსენი დაიბადა. ადამიანი, რომელმაც პატარებს და სამყაროს უსაზღვრო ფანტაზია და ჯადოსნური ზღაპრები აჩუქა. ეს და სხვა მნიშვნელოვანი ამბები რუბრიკაში ამ დღეს. დაელოდეთ უგემრიელესი კაკაოს მუსის რეცეპტს რუბრიკაში შენი კერძი ქეთა თხილაიშვილისგან. ძლიერი ინფრაწითელი სპექტრომეტრის საშუალებით ისტორიაში პირველად მზის სისტემის ყველაზე შორეულ პლანეტაზე ნეპტუნზე ავრორა დააფიქსირეს. მეცნიერებმა კი გამჭვირვალე ხე შექმნეს. ბრინჯითა და კვერცხის ცილით შექმნილი ეკომეგობრული ხე ბიოდეგრადირებადი და ენერგოეფექტური იქნება. დეტალურად ვებ სიახლეებში. გადაცემის მეორე ნაწილში როგორი ამინდი შენარჩუნდება სრულიად საქართველოში. მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან გავიგებთ. როგორ ემზადება მსოფლიოს ჩემპიონი პარამკლავჭიდში ვახტანგ ახობაძე ბათუმში დაგეგმილი რემატჩისთვის და როგორ დასრულდა დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის დაპირისპირება ბათუმში აჭარაბეთ არენაზე. ამ და სხვა სპორტულ სიახლეებს ჯიჯი გაგაცნობთ. რუბრიკაში ბოტანიკო ჰაერის ბუნებრივ გამწმენდზე ევკალიპტზე ვისაუბრებთ, რომელიც თავისი სამკურნალო თვისებებითა და უნიკალური არომატით გამოირჩევა. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიცნობთ ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომელსაც ვინტაჟური ნივთების სიყვარულმა რეტრო ფოტოგრაფიისკენ უბიძგა. 2 აპრილი საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ამ დღეს ტრადიციულად პატარა მკითხველს უმასპინძლებს. ეთერში ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების მთავარ ბიბლიოთეკართან ერთად დავბრუნდებით. გადაცემის მესამე ნაწილში სოს ტალანტების მორიგი გალა კონცერტი პარიზში მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ბათუმელმა ანდრია კაპანაძემაც მიიღო. დეტალები გადაცემის ბოლოს. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. კი, ნამდვილად ასეა, 11-ის ნახევრამდე ვიქნებით თქვენთან ერთად, თუ რამე ისეთი არ მოხდა. იმედია, ვინც ახლა შემოგვიერთდით, მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ახლა კი ყველამ ერთად თვალი გადავავლოთ ამინდის პროგნოზს, ცოტა დილით იწვიმა, არ ვიცი რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებოდით თითქმის გლობალურ დათბობას, იმიტომ რომ ყველამ შევინახეთ, ჩვენი თბილი სამოსი, იმიტომ რომ ძალიან დასწყა, გუშინ იყო ყველაზე მაღალი ტემპერატურა თუ არ ვცდები 28 გრადუსი, რომელიც დაფიქსირდა ერთ-ერთ ქალაქში საქართველოს, თუმცა ახლა როგორი ფონი იქნება, როგორი ტემპერატურული ფონი, უბრალოდ ამას გავეცნობთ და დავიწყოთ ჩვენი ქალაქით ბათუმში დღეს 2 აპრილს 23 გრადუსია მოსალოდნელი და ბათუმის კადრია ულამაზესი, აი ჩანს შენობები და შეგიძლიათ თქვენ ციხილოთ თქვენი სახლი. ქობულეთში დღეს 23 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ქედაში 21 გრადუსი სითბო იქნება, რაც შეეხება შუახევს, აქ 19 გრადუსი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ხულოში 16, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე დღეს 9 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ოზურგეთში +26, ურეგში 24, ლანჩხუთში 25, ჩოხატაურში 24, ბახმაროში 8 გრადუსამდე გათბება ჰაერი. მარი რაღაცას მიმალავ და ოდნავ მოგვიანებით გკითხავ. დღეისთვის 2 აპრილს ფლოტში მოსალოდნელია 24 გრადუსი სითბო, ანაკლიასა და ზუგდიდში კი ასევე 24 გრადუსია დღეისთვის მოსალოდნელი. ღრუბლიანი ამინდი, ნალექი წვიმის სახით და ასევე მზიანი ამინდიც. კოპიტნარსა და ქუთაისში +25, საირმეში 16 გრადუსი სითბო და ნალექიანი ამინდი წვიმის სახით. დღეს მესტიაში მოსალოდნელია 12 გრადუსი სითბო, ბორჯომში 19 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ბაკურიანში ასევე 12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი და აბასთუმანში დღეს 16 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ახალციხეში +20, გორში 21, ცხინვალშიც 20 გრადუსი, რაც შეეხება თელავს, თელავშიც წვიმიანი ამინდი იქნებოდა +21 გრადუსი. და ბოლოს დღეს დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნალექიანი, მზიანი ამინდი, ყველანაირი შერეული ამინდი იქნება და მაქსიმალური ტემპერატურა მიაღწევს 20 გრადუსს და ხედავთ კადრში ბათუმის სანაპიროს, ნავმისადგომს, ქალაქს, შენობებს,
ულამაზესია დამეთანხმები, თუმცა გუშინ უფრო მზიანი იყო დილიდან და უფრო ფერადი კადრი იყო. დღეს ცოტა მოღრუბლულია და მთებში თოვლიც კი ჩანს, თუ კარგად დავაკვირდებით. ასეთი საოცარია აპრილი, მარტის ნასესხები დღეებიო, ამბობენ და მარტის ნასესხები ნამდვილად არის უცნაურობით გამოირჩევა აპრილის დასაწყისით. თუ როგორი ამინდი შენარჩუნდება მომდევნო დღეებში, ამას რამდენიმე წუთში ყოფაფარტენაზე გვეტყვის უთუარი ამინდის პროგნოზი შემოგვიერთდება, მანამ კი ტრადიციული რუბრიკების დროა, გადავავლოთ თვალი ეროვნული ბანკის დადგენილებას, თუ როგორია დღეის, ანუ 2 აპრილის ვალუტის კურსი. 2 აპრილის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 76 თეთრია. 2 აპრილს 1 ევროს 2 ლარად და 98 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 57 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. მოიმატა ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 229.590 ლარია. 1 ეთერიუმს 5099 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1680 ლარი. და ტრადიციული რუბრიკები ვახსენე ყოველდღიურად დილის გადაცემაში ჩვენთან ვეცნობთ ამბებს თუ როგორ შევიდა ისტორიაში ესა თუ ის თარიღი რუბრიკა ამ დღეს გაგაცნობთ დღევანდელ დღეს და მე მოუთმელად ველოდები პირველ ამბავს რომელსაც მაყურებელს გავაცნობ მარი ზღაპრები გიყვარდა ძალიან გიყვარს და მე მგონი ყველა ზღაპარი გვაქვს საკითხული იმ ადამიანის რომლის დაბადების დღეც არის დღეს ყველას გიყვარს და მთელი გადაცემის განმავლობაში თემა გვექნება შენ სტუმრადაც მოიწვია ადამიანი ვინც ისაუბრებს ამ თემაზე მოვთხრეთ, დავიწყოთ და გავიგებთ თუ ვისია საუბარი. ორას 20 წლის წინ 2 აპრილს დაიბადა ყველაზე დიდი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენი. მოწყენილი და მხიარული, ღარიბი და მდიდარი, ბედნიერი და არც თუ ისე ბედნიერი ბავშვების მეზღაპრე. ლოგიკურია, რომ სწორედ 2 აპრილს აღინიშნება საბავშვო წიგნის დღეც. ანდერსენის ზღაპრები მხოლოდ ძილის მოგრის ან შიშის გაფანტვის, თუნდაც კეთილი დასასრულის დაჯერებისთვის არაა გამიზნული ნამდვილად. ამ ზღაპრებით ბევრს სწავლობ, როგორ უნდა გიყვარდეს ბოლომდე, თუნდაც ცალმხრივად, როგორ უნდა იბრძოლოს სიყვარულისთვის, როგორ არ უნდა შეაფასო ადამიანი მხოლოდ საკუთარი შეხედულებით ან საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, როგორ უნდა შეიყვარო მახინჯი იხვის ჭუკი მანამ სანამ ის გედად იქცევა. როგორ უნდა გაუთბო ასანთის გამყიდველ გოგონას გაყინული ხელები. როგორ უნდა უთხრა სიმართლე მეფეს მისი სიშიშვლის შესახებ. თუნდაც ეს საშიში იყოს. როგორ უნდა ეძებო საკუთარი სიყვარული 9-მთა სიქით თუ იქვე შენ საკუთარ სახლში. 1835 წლის 1 დეკემბერს ცივდა უხთოვლიან დანიაში ანდერსენის ზღაპრების პირველი წიგნი გამოიცა. ზღაპრები ყოველთვის ან უბრალოდ მარადიული ბავშვებისთვის იყო დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრები ანდერსენის ბავშვებისთვის არ დაუწერია, ისინი სწორედ მოზარდებში გახდა პოპულარული. 1840-იან წლებში იგი უკვე მთელს ევროპაში გახდა ცნობილი. 1857 წელს გამოსცა ნოველა ყოფნა თუ არ ყოფნა. 1872 წელს გამოვიდა ანდერსენის ბოლო ზღაპრები. ამავე წელს მან ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1875 წლის 4 აგვისტოს. იგი დაკრძალულია ასისტენის სასაფლაოზე, კოპენჰაგენში. ბავშვებისთვის არ დაუწერია, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც ბავშვებში იყო. მეორე ამბავი 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. აუტისტური სპექტრის სიმპტომები ნეირობიოლოგიურ დარღვევებს მიეკუთვნება. ისინი სპექტრად მოიხსენიება, რადგან მდგომარეობისა და სიმპტომების მრავალფეროვნებას მოიცავს. აუტიზმის ზოგადი და გავრცელებული ნიშნები სოციალური კომუნიკაციის, ურთიერთობებისა და გარემოსთან ურთიერთქმედების გაძნელებაა. ნიშნულოვანია, რომ ვიცოდეთ მსგავსი სიმპტომების გამომწვევი ერთ-ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ამის მიუხედავად დანამდვილებით ვიცით, რომ აუტიზმი შეძენილი ვერ იქნება.
კვლევები აჩვენებს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ინტერვენციის ეფექტიანობისთვის გადამწყვეტია. აუტიზმის მქონე პატარებსა და ზრდასრულებში შემდეგი სიმპტომები იჩენს თავს. მზერით კონტაქტის დამყარების გაძნელება, სახელით მიმართვისას ურეაქციობა, ჩახუტების ან შეხებისგან თავის არიდება, ემოციების გამოხატვისა და სხვისი ემოციების გაგების სირთულე და სხვა. საქართველოში 6 წლამდე ბავშვებში 3000-მდე ბავშვს აღენიშნება აუტიზმის სპექტრი. დიაგნოზი კი აქედან ძალიან ცოტას აქვს დასმული. ისიც ბევრად უფრო მოზრდილ ასაკში. სარწმუნო დიაგნოზისთვის აუცილებელია მულტიდისციპლინური სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან, ფსიქოლოგისგან, ნევროლოგისგან, ფსიქიატრისგან და მეტყველების თერაპევტისგან შემდგარი გუნდი. As ხალხლა კი რაც შეეხება მესამე ამბავს. 1895 წლის 2 აპრილს დაიბადა ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, ცისფერ ყანწელთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი ტიციან ტაბიძე. პოეტმა განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, სადაც საკუთარ ბიძაშვილთან, გალაქტიონ ტაბიძესთან ერთად სწავლობდა. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე. ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე. 1927 წელს საბჭოთა რეპრესიების დროს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლება მის ჯილი პოეტი ციმბირის ტრამვალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს. ტიციან ტაბიძის სახელი დატანილი 1927 წელს რეპრესირებულ უსაფლაო ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალზე, ქართულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ასეთი გახდათ 2 აპრილის ამბები და ჩვენს ეთერში რუბრიკის დრო დადგა, რომელიც თუმცა ტიციან ტაბიძის არაჩვეულებრივი ფრაზა მინდა გავიხსენო აქვე, მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ წერს, ძალიან დიდი სიბრძნე და ფილოსოფია ამ სიტყვებში ჩაწერილი და ძალიან მაგარია, რომ ტიციან ტაბიძე თავის დროზე უსმენდა თავის გულის ნადებს, მას აქვს საოცარი ლექსები და მისი ლექსების კითხვა მე ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი საყვარელი პოეტია ტიციან ტაბიძე, ესე რომ ფილოსოფია ამ დღეს მაშინ ისი დაბადების დღეა დღეს. და როგორც ვახსენე, მარიმ გამობრუნე ბავშვობაში. სამზარეულოში უნდა შევიხედოთ ყველა ადამიანის დილის საზრუნავი მაინც რაღაცა გემრიელის მირთმევაა და ეს გემრიელი თუ თან მარტივად მზადდება და თან ჯანსაღი პროდუქტებით არის მომზადებული, ამას რას ჯობს. ვინ თუ არა ქეთა თხილაიშვილი დილიდან იფუსფუსებს სამზარეულოში და მარტივ კერძს შემოგთავაზებს. კონკრეტულად კაკაოს მუსს. საინტერესო. მოგესალმებით, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღეს უნდა მოვგიმზადოთ ძალიან გემრიელი და ჩემთვის საინტერესო დესერტი, რომელიც მზადდება კვერცხით და კაკაოთი. ალბათ ძალიან ბევრი შეგხვედრიათ ეს ინტერნეტ სივრცეში, იმიტომ რომ საკმაოდ ვირუსული რეცეპტია, რომელიც ყველგან არის გავრცელებული. ამიტომ მინდოდა რომ მეცადა და თქვენთვისაც გამეზიარებინა როგორი გამოვიდოდ. დაგჭირდება 4 ცალი მოხარშული კვერცხი, კაკაო, რძე, ვანილის ფხვნილი და თხილი გასაფორმებლად შემდეგ. ასევე ბლენდერი, რომ ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ. ძალიან მარტივია, უბრალოდ ვიღებთ კვერცხს და ვაგდებთ ბლენდერში. შემდეგ 4 სუფრის ყოფს კაკაო. შემდეგ 2 შეკვრა ვანილის ფხვნილი. და რძე. რძე ეს მთლიანად არ არის საჭირო, ოდნავ თვალისწორად მივხვდეთ. ვიღებთ ახლა ბლენდერს და კარგად გახსნამდე ვურევთ ამ ყველაფერს ერთმანეთში. ესეც ას. დავაბლენდერეთ კარგად კაკაო. და აქ მაქვს ესეთი ლამაზი ჭიქები, სადაც მე ამ ყველაფერს ახლა გადავანაწილებ კარგად.
ძალიან ესეთი სქელი მასა გამოვიდა და ჩვეულებრივი მუსი არის. პუდინგსაც წააგავს. სურნელი აქვს გადასარევი სხვათა შორის. არ მოველოდი, იმიტომ რომ რაღაცა ჩემთვის ცოტა უცნაურია მოხარშული კვერცხით, კაკაოთი და ვანილით დესერტით მიღება, ამიტომ არ მოველოდი ნამდვილად ესეთი კარგი სურნელი თუ ექნებოდა. აი ესეთი ლამაზი მუსი მივიღეთ. ახლა ეს უნდა გავაჩეროთ მაცივარში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. შემდეგ შეგვიძლია უკვე აგრირებულზე და უფრო რაღაც შემდგარ მასაზე მივირთოთ გემრიელს. დადგა ჯერი რომ დავაგემოვნოთ ჩვენი მუსი. ნახეთ როგორ შეიკვრა მასა, გასქილდა. მოდი ახლა მოვაყაროთ თხილი ცოტა გაფორმებისთვის. თქვენ რაც გსურთ შეგიძლიათ იმით მორთოთ, ჩემი თხილი მოუხდებოდა ყველაზე მეტად ამის. კავსიჭა. ცუდი არ არის. გემრიელია მართვა. რო გაგრილდა უფრო რაღაც გემრიელი გეომიეცა, მაგრამ ერთი რასაც შევწყვეტი არის ის, რომ ოდნავ უფრო ტკბილს გავაკეთებდი, ანუ შაქარს დავამატებდი ცოტას. ნუ საბოლოო ჯამში მომეწონა ძალიან გემრიელია და ნანი მსუყი ამავდროულად. აუცილებლად მოვამზადეთ, ცადეთ, იმიტომ რომ ერთი ციცვის მასლა კარგი იქნება რომ მოვამზადოთ. მომდენო რუბრიკაზე გემშვიდობით, კეთილის სულებით ნახავთ. ყველანაირი დესერტი მიყვარს, თაქეთა დარწმუნებული ვარ, იქნებოდა უგემრიელესი. ცოტა კრიტიკული ხარ საკუთარი თავის მიმართ, თუმცა როცა დააგემოვნა, აი მოლოდინი რაღაცის ჰქონდა, ალბათ რაღაცა შემდეგში გააკეთებს, ჩაამატებს ან დარიჩინს ან რაიმეს, თუმცა მიმზიდველად გამოიყურებოდა ძალიან. სხვა შორის ფელამუშსაც მივამსგავსე, ოდნავ სანამ არ დავინახე ყავისფერი. ცოტა ფელამუშის ფერი რომ ყოფილიყო, ამგვარი ფელამუშით ჩემთვის კარგი საუზმეა და დესერტი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ქეთა, ჩვენ კი ბუნებრივია ვაგრძელებთ გადაცემას და ეთერში ახლა ვებსიახლეების დროა გავიგოთ რა ხდება სოციალურ ქსელებში. მინის ალტერნატივა გამჭვირვალე ხე კვერცხისა და ბრინჯისგან შექმნეს, რომელიც ერთი შეხედვით ბებიის რეცეპტს გავს. მეცნიერება ბრინჯითა და კვერცხის ცილით ეკომეგობრული მშენებლობის მომავალს ჩაუყარეს საფუძველი. გამჭვირვალე ხე შექმნეს ოღონდ ისე, რომ ბიოდეგრადირებადიც იყოს, ენერგოეფექტურიც და ტრადიციულიც. ამ უკანასკნელში მრავალსაუკუნოვანი სამშენებლო ტექნიკა იგულისხმება, რომელსაც ინდოელები მიმართავენ. თანამედროვე სამყაროში პლასმასა ყველგან გვხვდება, იმ მოწყობილობების ჩათვლით, რომლებსაც ვატარებთ და ეს პრობლემა ხდება მაშინ, როცა იგი სიცოცხლის ციკლს ასრულებს. არ ბიოდეგრადირდება. ამიტომ ვიკითხე, რა მოხდება ამის ნაცვლად რაღაც ბუნებრივისა და ბიოდეგრადირებადის შექმნა რომ შევძლოთ, ამბობს ბჰადარ ბრაჰუაი პროექტის ხელმძღვანელი. პასუხი ნახევრად გამჭვირვალე მასალაა, ძლიერი, მოქნილი და რაც ყველაზე მთავარია, ბუნებრივად დაშლის უნარის მქონე. ერთ-ერთი ტესტირების დროს ამ ბიოდეგრადირებადი ხის მინით აღჭურვილი ჩიტების სახლი უფრო გრილი გამოდგა, ვიდრე ტრადიციული მინები. ეს უკეთეს იზოლაციაზე მიგვანიშნებს, პოტენციურ საშუალებაზე არქიტექტორებისთვის, რომლებიც ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს ეძებენ. საინტერესოა, რომ მკვლევარებმა ექსპერიმენტის ფარგლებში მიღებულ მასალას ნანომავთულით დაამატეს, რითაც შესაძლოა მასალის გამტარუნარიანობის თვისებები გაუმჯობესდეს. შესაბამისად, გამოსადეგი გახდეს მზის პანელებსა თუ სხვა ტარებად მოწყობილობებში გამოსაყენებლად. თუმცა, ამ ეტაპისთვის ეს მხოლოდ თეორიაა.
გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური დათბობა თანამედროვე სამყაროს პრობლემაა, არსებული მასალების ბიოდეგრადირებადი პროექტების ჩანაცვლება ნამდვილად ღირს. ფიქრობენ, რომ გამჭვირვალე ხე გამოსადეგი სამშენებლო დიზაინითა და ელექტრონიკის სფეროში იქნება. მეორე ესეც ასე მოკლედ ბრინჯისაგან და ხისგან შექმნილი მინა იმედია ჩანაცვლდება და არა მარტო ჩიტების სახლებს გააკეთებენ ამ მინისგან, არამედ წყალსაც ესეთ ბიოდეგრადირებად ბოთლებში ჩავასხამთ. ეხლა მეორე ამბავი. ისტორიაში პირველად პლანეტა ნეპტუნზე ციალი დაფიქსირდა. ძლიერი ინფრაწითელი სპექტრომეტრის საშუალებით ისტორიაში პირველად გადაიღეს და დააფიქსირეს ავრორა, ზის სისტემის ყველაზე შორეულ პლანეტაზე. ეს ფაზლის ბოლო ნაწილი იყო, რადგან ციალი მზის სისტემის უკვე ყველა პლანეტაზე უნახავთ მეცნიერებს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფართოდ გავრცელებული ფენომენია, თუმცა იმის მიხედვით თუ სად გამოჩნდება, განსხვავებულ ვიზუალს გვთავაზობს. აი, რაც შეეხება იუპიტერს, მის სახელს მზის სისტემაში ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული ავრორები უკავშირდება. მას უმეტესად ულტრაიისფერში ვხედავთ, თანაც მისი 4 დიდი მთვარეც მასპინძლობს ამ სანახაობას. სატურნსა და მარსეც ულტრაიისფერი ავრორები გვხვდება. აი, ვენერა კი უფრო მწვანე ფერებს გვთავაზობს და ასე მეტად ემსგავსება დედამიწის ჩრდილოეთის ციალს. მერკური ყველაზე უცნაურია ამ ამბავში. ატმოსფერო არა აქვს, ამიტომ სხივები ფლუორესცენციის სახით ვლინდება, ანუ ციცინათელასავე ანათებს. მეცნიერებმა დიდი ხნის მანძილზე არ იცოდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ავრორა ურანსა და ნეპტუნზე, ძალიან შორს ჩვენი მზისგან. 2023 წელს ურანის ეკვადორზე ინფრაწითელი ავრორა დააფიქსირეს. ახლა კი მსგავსი ავრორა ნეპტუნზეც გამოჩნდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ულამაზესი სანახაობა, პირდაპირ ცისასწაულს მეძახი მე. ციალი, ეგრეთ წოდებული, რომლის ნახვას აუცილებლად ვისურვებდი მანამ, სანამ ცოცხალი ვარ. და შემდეგი ამბავი, რამდენიმე დღის წინ ადამიანებმა კინაღამ დაიჯერეს, რომ უცხო პლანეტელების არსებობა. არც გასაკვირია, რადგან ცაზე ნანახი მბრუნავი ცისფერი სპირალი მეცნიერული ფანტასტიკის გაცოცხლებას გავდა. მოკლედ, ევროპის ცაზე SpaceX-ის გაშვების შედეგად დარჩენილი საწვავი გამოჩნდა, მათ შორის საქართველოშიც და ეს იდუმალი ნათება ფოტოგრაფმა გიორგი შერმაზანაშვილმა დააფიქსირა. აი, ჩვენ ახლა კადრში ვხედავთ. ორბიტაზე ტვირთის გადატანის შემდეგ რაკეტის ზედა ნაწილმა კონტროლებადი დეორბიტი შემოგთავაზა და აი წინა რაც იყო ის დავაბრუნოთ თუ შეიძლება. აი ესეთი სპირალისებური მბრუნავი ნათება დაინახეს ადამიანებმა რამდენიმე ხნის წინ. მეორე გადაფარვა თუ შეიძლება. აი ეს არის ზუსტად მოკლედ როცა სიმაღლე მაღალია და ტემპერატურაც დაბალი, გამოდევნილი საწვავი პატარა კრისტალების სახით იყინება და მზის სინათლეს იჭერს, რა დროსაც ცაზე სინათლის მორევს ქმნის. აქ დრო გახდათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ევროპაში ამ დროს საღამო იყო, რა დროსაც მზის შუქი მაინც აღწევდა ზედა ატმოსფეროში და სწორედ აქ გამოედინებოდა საწვავი. სინათლის შოუც ამის დამსახურებაა, თუმცა სანამ გაირკვა რა იყო, ბევრი კითხვა და მოსაზრება გაჩნდა. მეორე გადაფარვა ჩავთოთ თუ შეიძლება. ეს არის პლანეტა ურანი და ჩვენ გვჭირდება მეორე გადაფარვა. თუმცა ფანტაზიებს დიდხანს არ უცოცხლია და მალევე დადასტურდა, რომ ეს ფლაკონ 9 იყო. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა SpaceX-მა ცაზე კვალი დატოვა. მსგავსი სპირალები ფლაკონ 9-ის მისიების შემდეგ ახალ ზელანდიასა და ალიასკაზეც უნახავთ. და ბოლო ამბავი მეცნიერებმა ვიცი დღეს რა დღეა უკაცრავად მეცნიერებმა ავსტრალიაში ბოდიშს ვუხდით ვაყურებელს მეცნიერებმა ავსტრალიაში 16 მილიონი წლის წინანდელი გაქვავებული თევზის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელიც უნიკალურ მიგნებად მიიჩნევა. ფოსილიზებულ თევზს მუცელში თავისი ბოლო საკვების ნარჩენებიც ჰქონდა შემონახული, რაც იშვიათი შემთხვევაა და მნიშვნელოვან ინფორმაციას
იძლევა იმ პერიოდის ეკოსისტემებისა და კვებითი ჯაჭვების შესახებ. აღმოჩენა ნიუ საუთ უელსში შტატში გაკეთდა, სადაც მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს ნაშთები და დაადგინეს, რომ თევზი მტაცებელი იყო, რომელიც პატარა ორგანიზმებით იკვებებოდა. ეს მიგნება ხელს უწყობს მეცნიერებს უკვე გაიგონ პრეისტორიული პერიოდის საზღვაო ცხოვრების სტრუქტურა და ურთიერთობები. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი კარგად შემონახული ნეშთები იშვიათია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. პალეონტოლოგიის სფეროში ისინი იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა დაეხმარება მომავალ კვლევებში, რათა უფრო ღრმად შეისწავლონ იმ პერიოდის ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგიური სისტემები. ესეთი გახდათ ვებსიახლეები. იმედია, ჩემთან ერთად გაიგეთ ის, რაც გითხარით და მოგიყევით. მარი, საოცარი ამბები იყო, ცოტა მიმხიარულეთ კიდეს. მე მგონი შენ დილიდან რაღაცის მოლოდინი რქონდა უკვე და ეს თან. იცი, ანუ ყოველთვის ხდება ხოლმე კურიოზები და დღეს ტელევიზია სხვათა შორის გვთავაზობს და ზოგადად ეთერები გვთავაზობს იმის საშუალებას და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყოთ გულწრფელები და რაც თქვათ ხდება კაცს მიღმა გამოვიტაროთ პირდაპირ კაცში, რაც წლების წინ ბუნებრივია და მოგეხსენება არ იყო. აი დღეს ხო არის რომ გული ხანდახან ადამიანს რაღაცებს გიგრძნობს. აი დღეს როცა ჩემმა მაღვიძარამ თავის დროზე არ დარეკა და ბუნებრივად გაღვიძების საშუალება მომეცა. აი იმ წუთას მივხვდი რომ რაღაცები კარგად არ წავიდო და თუმცა მე პოზიტივს და ასე ვთქვათ არ ვკარგავ, ვინ არჩუნებ კარგ ხასიათს ბოლომდე, იმედია მაპატიებს შევიმაყურებელი ცოტა გაუგებრად სიუჟეტი გაუგებრად ვილაპარაკე კი სანამ დიკოზე გადავალთ ხომ და აუხსნათ მაყურებელს რა მოხდა ძალიან მიყვარხართ ყველაფერი კარგად იქნება ახლა კი ვნახოთ ცელაძის სიუჟეტი გამარჯობა მე ვარ საბა კილაძე ფოტოგრაფი ფოტოგრაფიაში ვარ 7-8 წელია. მიყვარს გადაღება, მიყვარს ჩემებური სტილით, რომ ვიღებ და ხალხს ვაჩვენებ, უბრალოდ ჩემ ხედვას. ჩემი პირადი მიმართულება რეტრო სტილი. რეტრო სტილი, იმიტომ მიყვარს, რომ ყველაფერი ძველებური საინტერესოა, უცხოა და შეიძლება რომ ვთქვათ, ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მაქედან მოვდივართ და ძველებური ნივთები და ძველებური სტილის სიყვარული ოჯახიდან მოდის. ბაბუა ჩემის დროინდელი მაქვს ბევრი ნივთი შემორჩენილი. გაზეთები, ძველი ფოტოაპარატი, ძველი რადიო. რამაც განაპირობა ჩემი სიყვარული რეტრო სტილის მიმართ. ხშირად დავდივარ სოფლებში და ვუღებ სახლებს, ვუღებ გზებს, მიქაურყოფა ცხოვრებას. და რა ვიცი, უფრო ჩემი არის და უფრო კომფორტულად ვცნობ დროს თავს და უფრო შემიძლია გადმოვცე არა სიტყვებით, არამედ ფოტოებით ადამიანების ყოფა-ცხოვრება, ადამიანების ყოველდღიურობა, ან თუნდაც შენობის ის დეტალები გადავიღო, რომელიც საერთო პლანზე არ ჩანს. მუშაობ ბათუმის შოთა სახელმწიფო უნივერსიტეტში, პიარის სამსახურში, ფოტოგრაფად. ფოტოგრაფად დავსაქმდი და თან ეს საქმე რომ მიყვარს, საერთოდ კომპლექტში ვარ, ასე რომ ვთქვათ. მიწევს გადავიღო ღონისძიებები, რაც ეხება სტუდენტებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ცხოვრება ხანდახან და ეს საქმე ძალიან მიყვარს. თავიდან იყო ჰობი, მაგრამ მე ისე გამიმთავრდა მოვლენები, რომ სამსახურთან ერთად უფრო გავავითარე ამ მიმართულებით ჩემი თავი. თითო კადრი არის თითო ისტორია. თითო კადრი არის ერთი ადამიანის კონკრეტული დღე, მისი ცხოვრების ნაწილი და მე ვუყურებ ფოტოგრაფიას როგორც ისტორიას, რომელიც შეიძლება შეინახო. ასევე დაბეჭდო, ალბომი გააკეთო, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს აჩვენო და ფოტოებით იწერება ისტორია დღეს. სამავალო გეგმებს რაც შეეხება, მაქვს გახსნილი ჩემი გვერდი, მესრუათ ხატე, ლათინურ ასოებით აწერია. ესეც ცოტა რეტრო სტილიდან და ძველი სიტყვებიდან გადმოვიტანე. მესურათე იყო ადრე საქართველოში ფოტოგრაფი, მაგრამ ახლა სიტყვა ფოტოგრაფმა თავიდან ბოლომდე შეცვალა. მაგრამ როგორც ჩემი სტილიდან გამომდინარე,
ეს სათაური და ეს სახელი მომიხდა და მოვიხდინე. მინდა ჩემი გვერდი, ასე ვთქვათ, გავაცოცხლო კიდე, ბევრი ფოტო გადავიღო. მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც იღებს ახალ ისტორიას და რომელიც აცოცხლებს ძველ ისტორიას. მადლობა თიკოს და მის რესპონდენტს საინტერესო სიუჟეტისთვის. ჩვენს ქვეყანაში 9 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ამბების დროა. ქეთი ჭყონიას მივესალმებით. დილომშვიდობისა ქეთი. დილომშვიდობისა მარია, სალო, საინტერესო დღეს გისურვებ. მაყურებელს ახალ ამბავს გავაცნობ. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო ამჯერად პროკურატურაში ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს. ძლიერი საქართველოს ლიდერი საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს და პროკურატურამ ახკვეთის ღონისების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა. ჯარიმა თუ პატიმრობა, რას ითხოვს საბრალდებო უწყება უცნობია. ხაზარაძის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. სწორედ დღეს გაირკვევა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე გამო გაუშვებენ თუ არა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობაში. ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 359 მუხლითაა დაწყებული, რაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეპესე მაგნატის საქმეზე იყო დაბარებული, რომლის მფლობელი ლელოს ლიდერებს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს. პარლამენტი არის არალეგიტიმური და შესაბამისად ეს კომისიაც არის არალეგიტიმური, რომლის მიზანი არის ისტორიის გამრუდება და რომლის მიზანი არის პოლიტიკური შურისძიების განხორციელება. მას რაიმე სახის გამოძიებასთან ან კანონის უზენაესობასთან საქმე არ აქვს. ეს არის პირველ რიგში სახელმწიფოებრიობის უპატივცემლობა და უგულვებყოფა. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფის მიყენება და არა მხოლოდ ბატონი ხაზარაძე, არამედ სხვა სახელი და გვარები სხვადასხვა დანაყოფებიდან აპირებენ და მიმართავენ იგივე ხერხს. ეს არის მათი დავალება ამ აგენტურული ქსელის, რომ სახელმწიფო არაფრად არ ჩააგდონ, სახელმწიფო ინსტიტუტი არაფრად არ ჩააგდონ. საგამოძიებო კომისია დღეს დილიდან ისევ გააგრძელებს მუშაობას. დღეს კომისიის წევრები წინა ხელისუფლების დროს საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს განიხილავენ. მათ შორის იმ დროს საპატიმროებში არსებულ ვითარებასაც დღეს კომისიის წევრები მოისმენენ კონკრეტულ ისტორიებს გორის ბაზრის ყოფილი დირექტორისა და გიორგი ზერეკიცისგან, რომლის ოჯახმაც, როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, წლების წინ უმძიმესი პერიოდი გადაიტანა. ეს არის საქართველოს სამართლების კომისია, რომლის მთავარი მიზანიც არის ამ ქვეყანას დააბრალოს ომის დაწყება და ამის უბრალოდ ეგრეთ წოდებული სამართლებრივი დეკლარირება მოახდინოს, იმიტომ რომ ამ პარლამენტის საბოლოო ჯამში არც ერთ გაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ზალა, იმიტომ რომ ყველაფერი იქნება არალეგიტიმური. ჩვენ რა თქმა უნდა მოვიწევთ იმ პირებს, ვინც გახდა მსხვერპლი ნაციონალური მოძრაობის დროს, იგივე კერძო საკუთრების უკანონოდ მიტაცება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. დეპუტატებმა მეორე მოსმენით დღეს ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი უნდა დაამტკიცონ ცვლილებების მიხედვით კანონმდებლობამ გაცრდება განსაკუთრებით ნარკორეალიზატორებისთვის. დამატებითი შეზღუდვებით ნარკომომხმარებლებსაც უწესდებათ ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანის რეალიზებისთვის 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, სატრანსპორტო საშუალების მართვა 3 წლით აიკრძალება, არის სხვა შეზღუდვებიც. კანონის გამოკასრებას კრიტიკულად უყურებს ოპოზიცია, ისინი ცვლილებებს ფარსს უწოდებენ. პირდება გრძელვადიანი, კარგად გათვლილი სტრატეგია იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევაცილოთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით გამკაცრება ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში, იცით რომ დაზუსტება შესაბამისი დოზები და სხვა რეგულაციები მიმართულებით, თუმცა მეორეს მხრივ გაგრძელდება ყველა ის პროგრამა და კიდევ დამატებითი პროგრამები შეიქმნება, რომელიც დაეხმარება ნარკოდამოკიდებულების დაუბრუნდა ცხოვრების დასაწყისს. საერთო მაგიდასთან ერთიანობისთვის მიიპატიჟა, თუმცა ამჯერად სალომე ზურაბიშვილთან დიალოგისთვის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ გამოჩენილა. რამდენიმე მათგანი პროცესებს მიღმა დარჩა. სავარაუდოდ ოპოზიციას შორის ახალი შეუთანხმებლობის მიზეზი 21 მარტის აქციის შემდეგ გაჩნდა, კონკრეტულად კი ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული გზავნილები. საკითხებზე, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ
თუ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია აი ამ დაკუთას არ შეასრულებს, პასუხისმგებლობაც იქნება მასზე. არის გარკვეული სახის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ გადაწყვიტოს სხვაგვარად, თუმცა ჩვენ გქონია და გვჯერა, რომ ეს იქნება დიდი შეცდომა და ეს იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის ზურგის შექცევა. რამდენიმე დღეა აქტიურად ვადევნებთ თვალს ოპოზიციაში მიმდინარე საუბარს გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროცესი არ არის ახალი, მათ არჩევნების დღიდან მოყოლებული დაიწყეს საუბარი გეგმასთან და გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ხედავთ, რომ მათ არ აქვთ არც ღირებულებითი ერთობა და მით უფრო ისინი ვერ იყოფენ იმ არსებულ ოპოზიციურ ფინანსებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან მოდის. შესაბამისად, ისინი ვერ დათმობენ ვერც საკუთარ გავლენებს და ვერც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს და შეუძლებელია მათ შორის ვიხილოთ რაღაც ისეთი კონსოლიდირებული ერთობა. სამშვიდობო შეთანხმების მცდელობათა პარალელურად ოკუპანტი უკრაინაზე თავდასხმას არ წყვეტს რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშადა, მათ შორის 7 წლის და 9 თვის ასაკის ბავშვები. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გაჩნდა ხანძარი. უკრაინული მედიის ცნობით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის რაოდენობა მარტში თებერვალთან შედარებით გაორმაგდა. უკრაინის პრეზიდენტი კი ელოდება, რომ ამერიკა მალე გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული ზავის დარღვევის გამო. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალინა ბერბუკთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა სხვადასხვა დონეზე ამერიკას აწუდის ინფორმაციას რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის თაობაზე. ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა დაანონსა იმ ქვეყნებთან პირველი შეხვედრაც, რომლებიც მისივე განმარტებით მზად არიან უკრაინის ტერიტორიაზე პოტენციური სამშვიდობო კონტინგენტის განსათავსებლად. როგორც ზელენსკიმ თქვა, 4 აპრილს გაიმართება ამ ქვეყნების სამხედრო გუნდების შეხვედრა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და ამერიკას შორის მინერალების შესახებ ახალი შეთანხმების პროექტში არ არის არანაირი მითითება ნატოს შესახებ, თუმცა მისივე თქმით, ეს შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებას. აფხაზეთიდან დროებით დევნილი სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული 10 ახალგაზრდა სპორტსმენი ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა. ღონისძიების ფარგლებში სტიპენდიანტებს აფხაზეთის მთავრობამ დიპლომები და სერტიფიკატები გადასცა. პროგრამა ხელს უწყობს როგორც აფხაზეთიდან დროებით დევნილი სპორტსმენების, ასევე აფხაზეთის სახელით მოასვლა სპორტსმენების ხარდაჭერას. მოგეხსენებათ, ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა და გაიზარდა ასევე ბიუჯეტით განსაზღვრული თანხები. წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო ავიღე გოგონებთან ერთად, სადაც რეკორდიც დავამყარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დღეს აქ ყოფნა და აფხაზეთის სახელით ამდენი წარმატების მიღწევა. წელს სამედენიეროდ მოხვდი ამ სტიპენდიანტებს შორის. ამ დროისთვის სულესხო დღის ამ და სხვა მთავარი ამბებით პირდაპირ ეთერში 10 საათზე უბრუნდებით. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. მადლობა კეთი, გემშვიდობებით დროებით. ამ საათზე ისევ შემოგვიერთდება საინფორმაციო გამოშვება. ამ შემთხვევაში კეთი, ჩვენს ეთერში კი ანონსის დროა, თვალი გადავავლოთ, რას ვიხილავთ 2 აპრილის დილის ტალღაში 9 საათის შემდეგ. გადავავლოთ. გადაცემის მეორე ნაწილში როგორი ამინდი შენარჩუნდება სრულიად საქართველოში მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან გავიგებთ როგორ ემზადება მსოფლიოს ჩემპიონი პარამკლავჭიდში ვახტანგ ახობაძე ბათუმში დაგეგმილი რემატჩისთვის და როგორ დასრულდა დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის დაპირისპირება ბათუმში აჭარაბეთ არენაზე ამ და სხვა სპორტულ სიახლეებს ჯიჯი გაგაცნობთ რუბრიკაში ბოტანიკო ჰაერის ბუნებრივ გამწმენდზე ევკალიპტზე ვისაუბრებთ რომელიც თავისი სამკურნალო თვისებებითა და უნიკალური არომატით გამოირჩევა. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიცნობთ ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომელსაც ვინტაჟური ნივთების სიყვარულმა რეტრო ფოტოგრაფიისკენ უბიძგა. 2 აპრილი საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ამ დღეს ტრადიციულად პატარა მკითხველს უმასპინძლებს. ეთერში ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების მთავარ ბიბლიოთეკართან ერთად დავბრუნდებით. გადაცემის მესამე ნაწილში სოს ტალანტების მორიგი გალა კონცერტი პარიზში მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ბათუმელმა ანდრია კაპანაძემაც მიიღო. დეტალები გადაცემის ბოლოს. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე.
და რა თქმა უნდა გვაინტერესებს როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში. დღეს გადავავლეთ თვალი დილიდან და არასტაბილური ამინდია საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე. წვიმაც არის, მზეც არის, ტემპერატურა მოიმატა, თუმცა მაინც არასტაბილურობა სუფევს, სირკვრივ და ვნახოთ როგორია მომდევნო დღეებში ამინდი. ყობა მოგესალმებით, სათხარ გითხარი. ჩანს უკვე აყვავებული ატამია თუ ტყემალი. მოგესალმებით. საკურების ბაღში ვარ, ეხლა სადაც დაიწყო ყვავილობა უკვე. საკურების მშვენიერმა ხეებმა, ხეებს უწოდებ ვინაიდან ყვავილი ცოტათი უხერხული იქნება, იმოდენა სიგრძის არის ხოლმე ზოგადად ეს ტერიტორია, სადაც საკურებია გაშენებული ბათუმის ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემს უკან ალბათ საკურის ერთ-ერთი ჯიშია, ვინაიდან ფიქრობდით დილიდან თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს თეთრი ყვავილები, მაგრამ ვინაიდან ზოგან ვარდისფერად არის შეფერილი და ბაღით საკურებისა, ჩავთვალეთ, რომ ეს ხეც არის საკურა, თუმცა ირგვლივ თვითონ ხეები ბოლომდე არ არის აყვავილებული, ვინაიდან ჯერჯერობით მას უნდა უფრო სტაბილური ტემპერატურა, დიდხნიანი და მზიანი ამინდი, მაგრამ მხოლოდ 3 დღიანი გამოდარებები გვაქვს, მაგრამ ტემპერატურამ უკვე ღამით მოიმატა, ამიტომაც დაიწყო უკვე გაშლა ყველა ყვავილმა და მალე ჩვენი ქალაქი ნამდვილად ცალკეულ ტერიტორიაზე ბაღნერს დაემსგავსება. დღეს ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს სანაპირო კურორტებზე, 25 გრადუსი იქნება დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 20 გრადუსი სითბო. ამით გადავავლოთ თვალი თუ როგორი ტემპერატურაა ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელი და თქვენ დატკბით იმ ფონით, რაც გარემოშია ამ წუთას იქ, სადაც მე ვიმყოფები, ეს არის ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ბათუმში დღეს 23 გრადუსი იქნება და მცირე წვიმა, ქობულეთში 23 გრადუსი და მცირე წვიმა, ქედაში 21, შუახევში 19 და ხულოში 16 გრადუსია მოსალოდნელი. გოდერძი უღელტეხილზე 9 გრადუსი, ოზურგეთში 26, ურეკში 24, ლანჩხუთში 25 და ჩოხატაურში 24 გრადუსი იქნება. ბახმაროში 8 გრადუსი, ფოთსა და ანაკლიაში 24, სოხუმში 22, ზუგდიდში 24 და კოპიტნარსა და ქუთაისში 25 გრადუსი იქნება. საირმეში 16, მესტიაში 12 და ბორჯომში ასევე 19 გრადუსია მოსალოდნელი. დაარახტება ბაკურიანში +12 გრადუსი, აბასთუმანში +16, ახალციხეში 20, გორში 21, ცხინვალში 20, დედაქალაქში 20 გრადუსი და თელავში 21 გრადუსი იქნება დღეს და მთელს ქვეყანაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ არაძლიერი და არაინტენსიური. სავარაუდოდ ჩვენს ეკრანზე გადის ისევ ტემპერატურული ფონი და თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი თუ რა მაქსიმალური ტემპერატურაა დღეს მოსალოდნელი საქართველოში. გუშინ ჩვენ ტრადიციულად თვის პირველ რიცხვში გავეცანით ამინდის გრძელვადიან პროგნოზს და თქვით და განვიხილეთ ის ფაქტი, რომ გრძელვადიანი პროგნოზით აპრილი იქნება საქართველოში ძირითადად თბილი, უმეტესად მზიანი ამინდი გვექნება, ცალკეულ დღეებში ტემპერატურა აპრილში +22 გრადუსამდე მოიმატებს დასავლეთში და +30 გრადუსამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ნალექების რაოდენობა კი იქნება ნორმასთან ახლოს, დასავლეთ საქართველოში ნორმაზე ნაკლები, აღმოსავლეთში კი სტატისტიკურ მონაცემებთან მიმართებაში ნორმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გულისხმობს, რომ მუდმივად მზიანი დღე გვექნება, არ გაგვიევძრდება და ტემპერატურა არ დაეცემა, მაგრამ თბილი თვე გულისხმობს იმას, რომ ძირითადად კარგი დადებითი თბილი ტემპერატურული ფონი გვექნება და უნალექო ამინდი. დღეს და ხვალ კი საქართველოში მოსალოდნელია, როგორც უკვე განვიხილეთ, ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ტემპერატურა 20-დან 23 გრადუს შორის იმერყევებს. ასეთია დღევანდელი და უახლოესი დღეების პროგნოზი საქართველოში. ყობა, საოცარი პროგნოზია და საოცარი კადრია, შენი მონდომება შევაფასეთ, თუმცა მე არ მეყო ეს ფონი, შენი საომე, ხო არ შეუერთდებოდი ყობას? შეერთებაზე არ არის, მინდა რომ ვარდისფერი იყოს ეს სცენარე. და თეთრიც თუ იყო არ ვიცოდი. კი ბატონო, ჯერ უბრალოდ არ გაშლილა
ამიტომაც კაცი რო გაიშლება ვარდისფერი. ხო, სხვა დაახლოებით. ხო, საკურა მახსოვს არის ვარდისფერი. მე კი, ნამდვილად არის, თუმცა ფერებში მაინც აქვს ხოლმე განსხვავება და ერთ კვირაში უკვე ნამდვილად ვარდისფერი საკურებიდან შემოგიერთდებით, გვირდებით ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა შენ პროგნოზისთვის და ამ ლამაზი კადრისთვის. მარი მოკლედ გავხალისით დილიდან მხალისოთ. გვეყო თეთრი საკურები და ჯიჯით შემოგვიერთდება, ახლა რომელიც ძალიან გახალისდა. ჯიჯი რა გაცინებს? რო გაიშლება გავარდისფრდება. არა, რუჯი აქვს. რუჯი აქვს ცოტა მე მგონი მოწყენილი. არა ვარ, კარგ ხასიათზე ვარ გუშინ ისეთი თამაში მოვიგეთ დღეს ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ. დილამ შვიდობისა პირველ რიგში მოგესალმებით მარია სალომე, მივესალმები მაყურებელს. დილის ტალღაში სპორტის დროა. დილამშვიდობის მოგესალმებით ვიწყებთ სპორტზე საუბარს და უკვე დავაანონსე გუშინდელი მატჩი. მოკლედ გუშინ ბათუმის დინამომ თბილისის დინამო 1-0 დაამარცხა. მატჩის 23 წუთზე ჟალენ ბლესას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით ბათუმელებმა მოახერხეს 3 ქულის მოპოვება. მატჩი იყო დრამატული, უდრამატულესი შეგვიძლია ესე ვთქვათ. ბათუმელები პირველ ტაიმში ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი ისე წავიდა, რომ თითქოს ბათუმის დინამოს ეს თამაში ვეღარ უნდა მოიგოს. მე-60 წუთზე 5 ცვლილება ფაქტიურად გაკეთებული ქონდა გიორგი ჭიაბრიშვილს და ერთ-ერთი ფეხბურთელი მოუტარ ჩაჟია დაიმტვრა და შესაბამისად ცვლილება აღარ ქონდა გიორგი ჭიაბრიშვილს და ბათუმის დინამოს 10 კაცით მოუხდა მოკლედ თამაშის გაგრძელება და ალბათ მომენტებს ნახავთ ახლა ამ მატჩის გარდა გოლისა და შემდეგ 74 წუთზე მუჰამედ ფოფანა გააძევა მატჩის მთავარმა არბიტრად და მოკლედ ბათუმის დინამოს მოუწია 9 კაცით ამ მატჩის დასრულება რაც იმას ნიშნავს რომ რა თქმა უნდა ძალიან ძნელია რასაც 11 ფეხბურთელს ეთამაშება 9 მაგრამ ლუკა ხარატიშვილი იყო მოწოდების სიმაღლეზე გარდა ლუკა ხარატიშვილისა რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელმა თავგანწირით ითამაშა და აი სამი ქულა რომელსაც ელოდა სტადიონზე მოსული დაახლოებით 12-13 გულშემატკივარია ესე გაახარა მოკლედ ბათუმის დინამომ თავისი კომაგი ვნახოთ მატჩის შემდგომი კომენტარები და შემდეგ ისევ დაბრუნდებით ეთერში პირველ რიგში მოგილოცავთ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის და სანამ გადავალთ უშუალოდ კითხვებზე მაინც კითხავთ როგორი არის ნიკა კალანდარიშვილის მდგომარეობა თუ გაქვთ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია უნდა გადაუღონ სურათი ისეთი აზიანება არ იქნება უბრალოდ ნეკნი თუ არის გატეხილი გვეტყვია როგორ შეაფასებთ დღევანდელ თამაშს ზოგადად ტურიდან ტურამდე ბათუმი უკეთეს თამაშს აჩვენებს ფაქტია ტურიდან ტურამდე ჩემი ფეხბურთელები ავლენენ სასწაულ რაღაც სულისკვეთებას. თამაშის რო გითხავთ უკეთესია ვერ გეტყვით. მე პირადად ჯერ ესე ვხედავ. მაგრამ ეს სულისკვეთება და მებრძოლის სული არ ვიცი თუ ამდენი რაღაცა ქონდათ და პლუს რო არ გამოყვეს გულშემატკივარი ვინც გვაიძულებს ეს გავაკეთო არ შეიძლება. ამიტომ ხარისხი ჯერ არა, მაგრამ აი ეს გვაქვს. 20 ფაქტიურად 20 წუთი იყავით 10 კაცის შემადგენლობით და ბოლოს უკვე 9 კაცით დარჩით, მაგრამ მაინც მოახერხეთ მოგების მოტანა ამ გუნდისთვის. ალბათ ესეც ჩანს, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ გუნდში არის უკეთესი. ძალიან ვაჟკაცური ფეხბურთელები არიან, ესე გამოვიდა, ესე იკვრება ხოლმე გუნდი და სიმართლე გითხრა ამ თამაშებამდე მეც არ ვიცოდი თუ ეს ხასიათი ქონდა და მიხარია რომ ჩამოგუყალიბდა. ძალიან დიდი მადლობა და გილოცავთ კიდევ ერთხელ. ლუკა წულუკიძე იქნება დღეს შემდეგი სტუმარი. ერთადერთი საგოლე პასის ავტორი დღევანდელ თამაშში. მადლობა ლუკა. მინდა რომ პირველი შენზე კითხო, როგორც ვიცი, ქონდა გარკვეული ტრამვები აქამდე. ეხა უკვე ნელ-ნელა ფორმაში დაბრუნდი. წინა თამაშებზე გოლის გაიტანე, დღეს უკვე საგოლე პასი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაში და როგორ შეაფასებდი შენს მდგომარეობას, შენს ფიზიკურ მდგომარეობას? პროექტში მადლობა. ძალიან სასწაულო რომ მოვიგე დღეს თამაში, რაც შემეხება მე. გამოტოვეს ბორი, ასევე ამ ვარჯიშები, მოათმშო ჩამოვედი ბორიდან, მაგრამ ნელა თამაშობ და ვიბნები იმ ფორმას, რაც მე მინდა და ვეცდებით ყველა ერთად, რომ გავიმარჯვოთ და გავხდეთ ჩემპიონები და მადლობა ყველას ფანებს დღეს თამაშზე მოსვლისთვის. და ბათუმის თამაშიც რომ შევაფასოთ, ზედიზედ 2 ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო ბათუმმა, 2 ძალიან მნიშვნელოვანი გუნდთან, ფაქტობრივად თავარ მოწინააღმდეგეებთან მოდი ვაღიაროთ. როგორ შეაფასებდი გუნდში არსებულ მდგომარეობას? რა თქმა უნდა, როდესაც გუნდი თამაშობს იგებს, ყველაზე მნიშვნელოვანია ატმოსფერო გუნდში. ძალიან მაგარია
დღევანდელი თამაში რო აკაცით ვიყავით და ეს ორ მაგად სასიხარულო რომ გავიმარჯვეთ ძალიან თურ თამაში. კიდევ საცხალო ის არის რომ პირველ ადგილზე გადავედით და იმედია შევინარჩუნებთ და ჩემპიონები გავხდებით. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. ჩვენ შეგვიძლია ჰაილაითები ვნახოთ დღევანდელი თამაშის და მერე შეიძლება დავბრუნოთ ვლადიმერ კაკაშვილთან ერთად. შეიძლება დაველოდოთ თბილისის დინამოს თავარსთან ვლადიმერ კაკაშვილს და მასაც გავესაუბროთ და ვკითხოთ რამდენიმე შეკითხვა. დასრულდა მატჩი 1-0 ბათუმმა დაამარცხა თბილისის დინამო. ვლადიმერ კაკაშვილს ველოდებით ახლა ჩვენ. მოდი ვთქვათ, რომ თბილისის დინამო მაინც უფრო მეტად ახალგაზრდული გუნდია. კი რა, ამ ფონდა არის გუნდში გარკვეულად გამოცდილი ფეხბურთელები, მაგრამ მაინც უფრო ახალგაზრდულ გუნდად ითვლება და პირველი მარცხი განიცადეს ამ ტურნირში, ესე ვთქვათ, ამ მიმდინარე სეზონში. თქვენ როგორ შეაფასებდით მიმდინარე მოვლენებს? რა უნდა ვთქვი ახლა, წაგებული თამაში წაგებულია. სანახაობრივად ძალიან კაი თამაში გამოვიდა გულშემატკივრებისთვის და მე ვფიქრობ, რაც უფრო ბევრი ესეთი კაი თამაშები იქნება საქართველოს ჩემპიონატში, ჩვენი ფეხბურთი და ჩემპიონატი განვითარდება აუცილებლად. დღეს ალბათ იყო არც გამართლებაც და რა ვიცი, ალბათ უფრო მეტი ლოგიკური ფრე იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთი ესე არის. ულოცავ ბათუმის დინამოს და გიორგი ჭიაბრიშვილს ჩემს მეგობარს და რა ვუსურვებ წარმატებებს. ბათუმის დინამო ფაქტიურად 20 წუთი იმყოფებოდა 10 კაციანი შემადგენლობით. შემდეგ უკვე 9 კაცით დარჩნენ მოედანზე. მაგრამ თბილისის დინამომ საძურხაროდ მაინც ვერ მოახერხა, რომ ეს გამოიყენებინა საკუთარი თავისთვის. აი რა გახდა თქვენი ეს გარდამტეხი, რომ ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა გუნდმა? ალბათ უფრო დაგვაგდა ბოლო ფაზაში სიზუსტე რა, ბოლო დარტყმა, ბოლო გადაცემა და რა ვიცი, ალბათ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, ის გამოცდილება, რომელიც უნდა გქონდეთ, ჯერჯერობით არაოთ, მაგრამ ესეა ვიშრომებთ და ყველაფერი კარგად იქნება შემდეგ თამაშში. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. როგორც მოისმენეთ მატჩის შემდგომი კომენტარები, განსაკუთრებით გია ჭიაბრიშვილის კომენტარი იყო სასიხარულო ის, რომ მან მოკლედ ბათუმის დინამოს გულშემატკივარი შეაქო და თქვა, რომ დინამოს გულშემატკივის გარეშე არაფერი გამოდის და ეს რა თქმა უნდა გუშინ დამტკიცა გუშინდელ შეხვედრებში. ნახოთ სხვა შედეგები როგორ დასრულდა. გარდა დინამო თბილისის დინამო ბათუმისა ორი შეხვედრა იყო სამგურალმა. საკუთარ მოედანზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სენსაციურად ფოთის კოლხეთთან დათმო შეხვედრა 98-ე წუთზე გიორგი აბუაშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოკლედ მოახერხა ფოთის კოლხეთმა პირველი გოლის და პირველი სამი ქულის მოპოვება წლევანდელ გათამაშებაში, ხოლო გორის დილამ გარეჯი დაამარცხა 2-1 დებიუტანტი გარეჯი, მოკლედ მეორე მარცხი ზედიზეთ დილამ კიდევ ერთი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ნახოთ როგორ გამოიყურება ცხრილი. მოკლედ იბერია და დინამო ბათუმი 5-5 თამაშით 11-11 ქულით მეორე ადგილზე, ხოლო მესამე ადგილზე გორის დილა, ბოლო ადგილებზე ქუთაისის ტორპედოა, ალბათ ყველას უკვის მის ქუთაისის ტორპედოს ეს პოზიცია. გუნდი, რომელსაც ყველაზე დიდი დაფინანსება აქვს, შეგვიძლია ვთქვათ და ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელა ამ სეზონში, ესე ბოლო ადგილზეა 5 თამაშიდან მხოლოდ 3 ქულა აქვს. მიჯრით 4 შეხვედრა წააგო ქუთაისის ტორპედომ და რა თქმა უნდა ლოგიკურია ის ადგილი რომელ ადგილზეც ეხა ქუთაისის ტორპედო. შემდეგ კოლხეთი და გარეჯია მოკლედ გასავარდ ზონაში. შემდეგი ტურის ანონსი კი ესე გამოიყურება, რომელიც 5 აპრილს და 6 აპრილს გაიმართება. გაგრა დინამო თბილისი, დილა ბათუმის დინამო, ტორპედო სამგურალი, იბერია კოლხეთი და თელავი გარეჯია ახური დერბით დამთავრდება მოკლედ მე-6 ტური. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები უნდა გამოვიდეს. ეხლა რაც შეეხება შემდეგ თემას, პარამ კლავჭიძე უნდა ვისაუბროთ, ალბათ ყველა გახსოვთ 2024 წელს ვახტანგ ახობაძის მიერ მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პარამ კლავჭიდში და ალბათ ისიც კარგად გახსოვთ თუ მისი მოწინააღმდეგის დამოკიდებულება ის რაღაცნაირი უცნაური ჩაცინება, რომელიც ვახტანგ ახობაძის გამოჩენას მოყვა პოდიუმზე, პარამ კლავჭიდის პოდიუმზე და მოკლედ ვახომ აიღო და ქვაქვაზე არ დატოვა ტოქტოსუნისგან, ყირგიზი მეტოქისგან. ხო და მოკლედ ეს მატჩი ჩამთავრდა და ეხლა გადაწყვიტეს რომ რემატჩი უნდა ჩატარდეს და ამ რემატჩის ადგილი გადაწყვიტა რომ ბათუმი იყოს გრანდ პელაგიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერ კონკრეტულად ადგილი არ არის დაზუსტებული, მაგრამ 26 აპრილს რომ ეს რემატჩი გაიმართება და ბათუმი რომ უმასპინძლებს, ეს უკვე გადაწყვეტილია. ნახოთ მოკლედ მატჩის ორგანიზატორების, რემატჩის ორგანიზატორის ძნელის და თავად ვახტანგ ახობაძის კომენტარი და სანამ გავუშვებთ, მაგრამ გუშინ ვახოს დაბადების დღე ქონდა 53 წლის გახდა და აქედან ულოცავ მას დიდი სიყვარულით დაბადების დღეს. ეხლა კი ვნახოთ კომენტარები. ძალისმიერი სპორტის სახეობების ალიანს საქართველოსი, რომელებიც არაოლიმპიური სპორტის სახეობების ან სპორტსმენების
გვერდში დგომით გამოიხატება ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება სპონსორებთან ურთიერთობაზე, ან კერძო სახელმწიფო სტრუქტურებთან რაიმე ღონისძიების ჩატარებაზე. ეხლა ამ წუთში ახობაძის ვენდეტას ვატარებთ. ეს არის პირველად მსოფლიოში ესეთი ვენდეტა და ესეთი პროფესიონალებს შორის პარა მკლავჭიდელები არ ჩატარებულა, მხოლოდ ევროპა და მსოფლიო ტარდება და ეხლა კამარი იქნება გამარჯვებულზე და ფულადი თანხა, რომელსაც მიიღებს გამარჯვებული ამ ეტაპზე ძალიან კარგი ორგანიზებით ხდება ეს შეჯიბრება, ამის გარდა კიდევ 4 წყვილი იქნება სპორტსმენები, რომლებიც მიიღებს ოღონდ პარამკლავჭიდელები არ იქნებიან ისინი, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები იქნება, ძალიან ყურებადი ღონისძიება იქნება კონცერტებიც, იქნება სულ 3-4 საათი გაგრძელდება ეს ღონისძიება, ძალიან კარგი ოვებიც იქნება, მე ვეპატეჟები ყველა მაყურებელს მოვიდეს და ადგილობრივი ვიცი ბათუმელები ბევრი მოვლენ. პროფესიონალებში ჩაატარდა უალინგში და ძალიან ბევრი მაყურებლები იყო და ძალიან კარგი იყო. მარტო პროფესიონალებში არ ჩატარდება ეს ჯამთელებში, პარამკლავჭიდშიც განვითარებაც გვინდა, მარტო პარამკლავჭიდი არა, კიდევ სხვა პარასპორტის სახეობებიც არის და ყველას შეიძლება ერთიანად ჩავატაროთ რამოდენიმე 3-4 პარასპორტის სახეობა, სადაც მეტად ხელს შეუწყობს პირებს, რომლებიც გამოვლენენ თავის თავს. საერთაშორისო ტურნირი იქნება თუ ადგილობრივი და ჩვენ მხარს დაუჭერთ ამაში. ბათუმი იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ულამაზესი ქალაქი, როგორც სპორტული კუთხით, ასევე ტურისტული მიმართულებით და რა თქმა უნდა გვინდოდა რომ ესეთი დიდი ღონისძიება ჩატარებული იყო გამორჩეულ ქალაქში. და თან ბათუმელებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს, თორე ქუთაისაც განვიხილავდით, იმიტომ რომ ახალ მშობლიური ქალაქია. თუმცა მანამდე ერევანი იყო გადაწყვეტილი, ბეკპოსუნ ტოქტოსუნს არ უნდა და საქართველოს ჩამოსვლა, ნეიტრალურ ქვეყანაში სურდა ვახოს წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმეთ და რა თქმა უნდა ჩვენ გვერდში უნდა რომ ვახოს მიწა-წყალზე ჩატარებულიყო და საქართველოში ქართულ გულშემატკივარს შეძლებოდა დასწრება. მე თავიდან ვიცოდი რომ მათი რემატჩი კიდევ ერთხელ დიდ ინტერესს გამოიწვევდა და მენეჯერის მოვალეობაც ის არის რომ გათვალოს, დაფიქრდეს, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ეს ხალხისთვის და სწორედ აქედან გამომდინარე ვიფიქრე რომ სანამ ეს თემა იყო ცხელი კიდევ ერთხელ შეგვეხვედრებინა ეს ორი მოწინააღმდეგე ერთმანეთისთვის იმიტომ რომ იმას რაღაც ისეთი რეპლიკები ქონდა რომ აი რაღაცა არ წავიდა ისე კიდე მინდა იქნებ დავამტკიცო და მოვუგო და ძლიერი ვარ და ვაძლევთ მეტოქეს ამის საშუალებას თუმცა ჩვენი ხრი რა თქმა უნდა დარწმუნებული ვართ ახოს წარმატებაში გრანდ ბელაჯიოს ეგიდით ტარდება შესაბამისად მათ ტერიტორიაზე ჩატარდება ან სასტუმროში ან თვითონ სასტუმროს პერიმეტრზე, აი ეს უახლოეს პერიოდში გადაწყდება და მაგის მიხედვით უკვე ოფიციალურად დავაანონსებთ მაყურებლისთვის, სად უნდა მოვიდნენ, როდის და რა არის. 5 ქვეყნის 10 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, ყველა არის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი. პარამკლავჭიდში მათი ერთადერთი ბრძოლა იქნება ეს მთავარი რაუნდი, დანარჩენი კლავჭიდელები არიან უკვე არაპარამიმართულებით. უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, საქართველო. ვიმზადებით ქუთაისში ირაკლი გამწვენებასთან ერთად რა ვიცი, ვიმზადები და იმედი მაქვს რომ მოვიქე. გამოვაბობდი ვაფშე მიმიქცევია ყურადღება ამაზე დღეში მოვუგე ორჯერ და აბა იმან გააბრაღა თქვენამდე სვამ ლას უნდა გამეწვეს ავით სოფლიოზე და ევროპაზე არაპროფესიონალები არ არიან და მე ძლიერი მოწინავ ძლიერი ახლა ვაჯიშობს მე ვუყურებ მაგის ვაჯიშებს წარმატებები უსურვოთ ვახოს აი ამ ძალიან მაგარ დაპირისპირებაში რომელიც შეგახსენებთ 26 აპრილს გაიმართება ბათუმში და რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ მთელი ბათუმი დააპირებს ამ რემატჩის ნახვაზე წასასვლელად ასე რომ მოკლედ ყველას ველოდებით 26 აპრილს გრან ბელაჯიოს ტერიტორიაზე ეხლა კი ყველაზე მაგარი ინფორმაცია რაც ბოლო ორ დღეში გავრცელდა გუშინ გავრცელდა უბრალოდ 1 აპრილს და ცოტა არ იყოს და მეგონა 1 აპრილო ხუმრობა მაგრამ
დამტკიცდა რომ მართალია გიორგი ქოჩორაშვილი 30 ივნისის შემდეგ გახდება სპორტინგის ფეხბურთელი, ესე პორტუგალიური გრანდის საკუთრება გახდა გიორგი ქოჩორაშვილი. 7 მილიონი ნახევარია ესეთია მისი სატრანსფერო ღირებულება და ძალიან მაგარი ამბავია ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოპ გუნდში, ალბათ ყველამ კარგად იცით, ლისაბონის სპორტინგი სისტემატურად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე და შესაბამისად გიორგის კიდევ უფრო მეტად მიეცემა შანსი რომ დაუმტკიცოს ყველას რომ ტოპ ფეხბურთელია და ამას რა თქმა უნდა დამტკიცება არ ჭირდება, მაგრამ ვიღაცებს შეიძლება ჭირდება საზღვარგარეთ, ასე რომ მოკლედ კიდევ ერთი ფეხბურთელი ყავს ძალიან მაგარ ლიგაში და ძალიან მაგარ გუნდში. წარმატებები ამ ძალიან მაგარ შრომელ ადამიანს და ასეა, როდესაც შრომა ფასდება და თუ გიყვარს სპორტი, ფეხბურთი განსაკუთრებით, აი ესეა ფასდება ყველაფერი. მოკლედ, ესეთი იყო სპორტული ამბები, ყურში რაღაცები ხდებოდა და ბოდიში მოპატიეთ, ბოლოს სიტყვები ვერ დავასრულე კარგად. ესეთი იყო სპორტული ამბები, ხვალ ხრის კი არა და 10-15 წუთამდე გამშვიდობებით. ეხლა კი მარიას და სალომეს სოლიდარობას გიცხადებ. კარგად, რაღაცა ზედმეტი. ჩვენს ეთერში რადიოს დრო, რადიოს არ წავარცოთ, დრო ჯიჯით გემშვიდობებით, ხვალამდე მადლობა და ვუთმობთ ეთერს თეონას და ილოს. დილამშვიდობისა მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ახლა მივესალმებით უკვე ტელემაყურებელსაც, ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეა. ამ დღის დაწესების ინიციატივა ეკუთვნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელმაც აუტიზმი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად აღიარა, ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესების ყველაზე ეფექტურ მექანიზმად აუტიზმის შესახებ ცოდნის ამაღლება მიიჩნია. რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმის შესახებ? ამ თემაზე ვისაუბროთ დღეს სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი გახლავთ მარიამ გორგოშაძე, ქცევითი თერაპევტი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენს. და როდის და რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ HIV აუტიზმზე? ზოგადად თავიდან დავიწყებ იმას, რომ 2007 წლიდან ხდება ამ დღის აღნიშვნა და ცნობადობის ამაღლება და ეს არის დაწესებული გაეროს გაერთიანებული ორგანიზაციის მიერ. რაც შეეხება AIDS-ს, მაშინ როდესაც ბავშვი ძალიან პატარა, რთულია ამოვიცნოთ ეს ნიშნები, მაგრამ რაღაც მინიშნებები პატარა არის, რაც დაგვეხმარება ამის ამოცნობაში. მაგალითად, თუ ბავშვი არ ყარებს თვალით კონტაქტს მშობელთან, ურჩევნია მარტო ყოფნა, არ მოსწონს თამაში სხვებთან, სოციალურად უფრო არ მოსწონს სოციუმი და შეიძლება სათამაშოების ხურაც რაღაც ამოჩემებული კონდეს კონკრეტული სათამაშოები და არაინტერესებდეს თანატოლებთან ურთიერთობა. ეს არის ძირითადი მახასიათებლები. ან შეიძლება იყოს სტერეოტიპული მოძრაობები, თვალების რაღაც გარკვეული მიმართულებით გადატრიალება. ესენი ან კიდევ შეიძლება იყოს ისიც, რომ არ ამბობდეს სიტყვებს და აგვიანებდეს საუბარს. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ეს არ ნიშნავდეს აუტიზმს, თუმცა კარგი იქნება თუ ყურადღებას გავამახვილებთ ამ მინიშნებებზე. საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ცნობიერების ამაღლება არის მთავარი მიზანი აუტიზმთან მიმართებაში და არსებობს საზოგადოებაში სტიგმები სწორედ აი ცნობიერების ამაღლების სიმცირის გამო და რა არის მთავარი ცოდნა, რაც უნდა ვიცოდეთ და დაგვეხმარება სტიგმების დამარცხებაში. მქონია შემთხვევები, მაგალითად, აი მშობლებს ვთქვამთ, რომ როდესაც ბავშვი სკოლიდან გამოვიყვანე, მასწავლებელმა მითხრა, რომ იცით რა თქვენი შვილი კითხულობდა, თქვენი შვილი ჩართული იყო რაღაც აქტივობებში, ან მათ გონიათ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს არ შეუძლია თანატოლებთან ურთიერთობა და არ შეუძლია კომუნიკაციის დამყარება. ან მას გააჩნია სხვადასხვა ფორმები და თუ ბავშვი არის მაღალფუნქციური, მას ჩვეულებრივ შეუძლია მიიღოს რაღაც განათლება, დაეუფლოს რაღაც პროფესიას და იყოს დამოუკიდებელი. და მიუხედავთ იმისა, რომ ამდენი ხანი არსებობს ეს აღნიშნავთ ამ დღეს და ცდილობთ, რომ გავზარდოთ ცნობადობა, მაინც ჯერ კიდევ არსებობს რაღაც მსგავსი დამოკიდებულება და ძალიან კარგი იქნება თუ ეს გაგრძელდება ყოველთვის. შევახსენებთ ხალხს, რომ აუტიზმი არ არის რაიმე სტიგმა ისეთი, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ სრულფასოვანი ცხოვრება. პირიქით, მათ შეუძლიათ იყვნენ დამოუკიდებლები და შეუძლიათ მიიღონ განათლება და ისწავლონ წერა-კითხვაც. თავად გამოწვევად დღეს ჩვენს რეალობაში რა მიგეჩნიათ? თავარი გამოწვევა შეიძლება იყოს
როგორც ვთქვით, აი მაგალითად ბავშვების დამოკიდებულება მათ მიმართ. ისინი ცდილობენ, რომ მათ გონიათ, რომ არაინტერესებთ ბავშვებს, არაინტერესებს აუტისტურ სპექტრის მქონე ბავშვს გარშემომყოფები. შესაძლოა უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ, ვერ იგებდნენ, რასეობნებიან თანატოლები. კარგი იქნება თუ მაგალითად სკოლაში იქნება მიმანიშნებელი ბარათები მაგალითად თუ უნდა რომ თანატოლს თქვა გაიყოლოს ბავშვი სათამაშოდ შეიძლება ესე ინსტრუქციის მიცემის დროს რომ წამოდი ვითამაშოთ ვერ მიხვდეს ვერ გაიგოს რასეუბნება მაგრამ თუ იქნება რაღაც ბარათები თუნდაც სპორტ დარბაზის სურათი და ამას ვიზუალურად ვაჩვენებთ მათ უფრო დაიმხმარება კომუნიკაციის დამყარებაში და თვით უფრო საინტერესო იქნება ორივე მხრიდან ყოველდღიურობა თქვენ რა ასაკის ბავშვებთან მუშაობთ 3-2 წლიდან 18 წლამდე. და კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც არის ხოლმე ამ გზაზე, სკოლა და აი ამ მიმართულებით რა ვითარება გვაქვს. ძალიან კარგი იქნება თუ მასწავლებლები მიაწვდიან ბავშვებს თავისი უნარების შესაბამის მასალებს და ნაკლები იქნება ფრუსტრაცია ესეთ დროს ბავშვის მხრიდან და მეტად ჩართული თუ ეყოლებათ ასევე თუ დაიგეგმება რაღაც საკლასო ან საგარეო აქტივობები, სადაც თანატოლებს უფრო მეტი შანსი ექნებათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ერთმანეთთან ურთიერთობით და ამით უფრო შევეცდებით რომ დავეხმაროთ, ავუმაღლოთ მათ ცნობიერება და ალბათ ინტეგრაციისთვის. დიახ, ინტეგრაციისთვის. ეს ინდივიდუალურ მასწავლებელს გულისხმობს გლობალურად საგანმანათლებლო სისტემაში. და ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით რა ღონისძიებები იმართება ხოლმე ჩვენთან და რამდენად ხდება რამდენად მაღალია ჩართულობა თავად საზოგადოების მხრიდან მსგავს ღონისძიებებში. ძირითადად უფრო ცნობადობის ამაღლების კუთხით. დიახ, ძირითადად უფრო იმ მშობლები ცდილობენ, რომ რაღაც მოაწყონ რაღაც შეხვედრები და მე მინახავს ხშირად ხდება კიდევ სოციალურ პლატფორმაზე მშობლები რაღაც ვიდეოებს რო ანთავსებენ იმისათვის რომ თავიანთი შვილების შესახებ ბევრმა გაიგოს და ძალიან კარგია ის რომ მხოლოდ თეორიულ მასალასთან ერთად ვიზუალიზაციაც როც არის თავიანთი შვილების ვიდეოებს რო დებენ ვფიქრობ ესე უფრო აღქმადი იქნება სხვებისთვის თუ რა არის აუტიზმი და აუტისტური სპექტრი და ვფიქრობ მსგავსი ჩართულობა მშობლების მხრიდანაც ბევრ ინფორმაციას მშობლები ახსენენ და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც ხშირ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი იგეგმება ხო ამ ბავშვებისა მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია თავად მშობლის როლი და რამდენად შეუძლია თუ არ შეუძლია ფსიქოთერაპევტს ერთი ჯოხის მოქნევით ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა ხო მარტო ფსიქოთერაპევტი და ცევითი თერაპევტი ამას ვერ გახდება, იმიტომ რომ დღის უმეტეს ნაწილს ბავშვი მაინც სახლში და მშობლებთან ერთად ატარებს, ამიტომ კარგი იქნება თუ თერაპევტთან ერთად ინსტრუქციებს მიაწოდებს თერაპევტი მშობელს და ამ ინსტრუქციებით იხელმძღვანელებს სხვადასხვა გარემოში. ყველაზე დიდი შედეგი მაინც აღმოჩნდება და გამოჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ჩართულია ამ ყველაფერში და ითვალისწინებს რეკომენდაციებს და მიყვება ყოველთვის დღის განმავლობაში თერაპევტის რეკომენდაციებს. ფიზიკურ აქტივობას რამდენად მნიშვნელოვანი აქვს მათ განვითარებისთვის? ფიზიკური აქტივობა ძალიან ბევრს ნიშნავს, რა თქმა უნდა. მათ ძირითადად არ მოსწონთ, ურჩევნიათ ესე აუტისტურ სპექტრის მქონე ბავშვებს იყვნენ ერთ ადგილას უფრო კომფორტის მოწყობა ურჩევნიათ და კომფორტში ყოფნა, მაგრამ მშობლებმა უფრო მეტად უნდა განავითარონ ამ კუთხით, თუნდაც აი საქანელებზე, სასრიალოებზე ეს მხოლოდ არ იქნება ფიზიკური აქტივობა, როცა გარეთ სასრიალოებზე ვთქვათ, გაიყვანს საქანელებზე, იქ შეიძლება თანატოლებს შეხვდნენ და ანუ პარალელურად სხვა სფეროც განვითარდება, ანუ ყველაფერი მაინც მიბმულია ერთმანეთთან და სრული ჯაჭვი ესე შეიკრება, როდესაც ყველა მხრივ ჩართული. და ერთგვარად რომ შევაჯამოთ საუბრის ბოლოსკენ ჩვენი საუბარი სტიგმების დასაძლევად, იმიტომ რომ დღევანდელი დღის არსებობა ემსახურება სწორედ ცნობიერების ამაღლებას და რაღაცნაირად თეზისების სახით რომ გავაკეთოთ ძირითადი სტიგმები რისი დამარცხებაც არის აუცილებელი ჯერ კიდევ როგორც თქვენ აღნიშნეთ საუბრის დროს რომ ამდენი წლის კამპანიის შემდეგ მაინც არსებობს ეს სტიგმები და ამიტომ შეჯამების კუთხით ვთქვათ აი ძირითადი სტიგმები რისი დამარცხება ჩვენ გვჭირდება ცნობიერების ამაღლების ხარჯზე. დიახ.
ძალიან კარგია, რომ ფიქრობ ძალიან კარგი იქნება თუ თვითონ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ჩაერთვებიან ამ დღესთან დაკავშირებით, თვითონ ისაუბრებენ ამ თემაზე და უფრო თვალსაჩინო იქნება სხვებისთვის, როდესაც დაინახავენ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს შეუძლია თვითონ გადმოსცეს საკუთარი აზრი, რა თქმა უნდა, თუ ეს არის მაღალფუნქციური, არის მძიმე შემთხვევებიც, მაგრამ მაღალფუნქციური აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთან მიმართებაში მათ შეუძლია თვითონ ჩამოაყალიბონ თავიანთი სათქმელი და აჩვენოს საზოგადოებას, რომ აუტიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ შეუძლია საუბარი და არ შეუძლია განათლების მიღება. მას შეუძლია იყოს სრულფასოვანი და იყოს დამოუკიდებელი. და კიდევ ერთი, რამდენადაც ვიცით, სახელმწიფო პროგრამები ძირითადად 18 წლამდეა. გათვლილი რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით, რომ შემდეგაც ამ ადამიანებმა გარკვეული სარგებელი მიიღოს და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ვიცით, სახელმწიფო აფინანსებს ამ პროგრამას, გაიცემა ვაუჩერი და ამ ვაუჩერით სარგებლობენ ბავშვები. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც რიგში უწევთ ყოფნა ბავშვებს იმისათვის, რომ მიიღონ მომსახურება. თუ გაიზრდება, მაგალითად, გაიხსნება მეტი ცენტრი, დაიხმარება სახელმწიფო ცენტრებს იმისთვის, რომ თქვათ, გადაიხადოს იჯარა, ქირა და დაასაქმოს ასევე თერაპევტები, ფიქრობ, უფრო მეტი ბავშვი მიიღებს ერთდროულად მომსახურებას და აღარ მოუწევთ მათ რიგში დგომა და წლების დაკარგვა და იმ ოქროს წლების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის. და 18 წლის შემდეგ? 18 წლის შემდეგ, ხო, რთულია რამე გითხრათ, იმიტომ რომ 18 წლის შემდეგ სახელმწიფო წყვეტს მსგავს დახმარებას და უკვე მთლიანად მშობლის პასუხისმგებლობა დგება, რომ თუ როგორ დაიხმარება თავის შვილს და როგორ მოახერხებს მის განვითარებას. როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ კუთხით? მაინც თითქმის ყველგან ეგრეა, რომ აი თქვა დღის ცენტრებიც არსებობს, რაც სადაც შეიძლება აი 18 წლის შემდეგ გააგრძელონ მათ მომსახურების მიღება, თუმცა იმდენად მწირია, იმდენად ცოტაა, რომ მაინც არის ბუნებრივია, რომ გარეთ რჩება ბავშვების უმრავლესობა და ვერ იღებენ სარგებელს და ამის შემდეგ ძირითადად აგრძელებენ უფრო სახლში ყოფნას, უფრო ჩაკეტილები ხდებიან, მაგრამ ისევ და ისევ მშობლის ჩართულობა და მშობლის ხარდამჭერა ძალიან ბევრს განსაზღვრავს. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ჩვენს მენელს და მაყურებელს შევახსენოთ, რომ დღეს არის 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე. ჩვენი სტუმარი გახდათ მარიამ გორგოშაძე, ქცევითი თერაპევტი. მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. დიდი მადლობა რადიო 104.5 შეგიძლიათ მომართოთ თქვენს ავტომობილებში და გადაადგილდეთ ძალიან გემოვნებიანი და კარგი მუსიკის ფონზე. თუმცა ძალიან ეფექტური ყოფილა რადიოს ჩართვა ავტომობილში. ცადე ბოლო პერიოდში და ძალიან ეფექტური რასთან მიმართებაში. აი, როდესაც რადიოს თავ განსაკუთრებით დაჭერის რადიოს ავტომობილში და თან უსმენ და თან კარგი ხასიათი შენი ცნობილი წამყვანების და ახლო წამყვანების ხმები. ძალიან მაგარია. ჩვენს ეთერში ახლა ტრადიციული რუბრიკის დრო დადგა, ეს გახლავთ რუბრიკა ბოტანიკო, რომელიც ყველაფერს გიყვებათ მცენარეების შესახებ და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მცენარის შესახებ უნდა გვიამბოს მელანო ბალაძე, ეს გახლავთ ევკალიპტი, რომელიც თავისი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და განსაკუთრებული სურნელითა და ეთერზეთებით. მოდით ვნახოთ რა მოგვიმზადა დღეს რუბრიკაში. რუბრიკა ბოტანიკო ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან გიერთდებათ. დღეს ვისაუბრებთ მარადმწვანე, სწრაფად მზარდი მცენარის ევკალიპტის შესახებ, რომელსაც გამოყენების ფართო ასორტიმენტი გააჩნია. უფრო ვრცელ ინფორმაციას ამ მცენარის ზრდა განვითარების შესახებ ჩვენი ერთგული რესპონდენტი გაგვიზიარებს. მოგესალმებით, მოგვიყევით ამ მცენარის შესახებ, რა ღირებულება გააჩნია მას. ევკალიპტის სამშობლო არის ავსტრალია, ახალი გვინეა, გავრცელებულია დასავლეთ
რეგიონებში, აჭარაშიც, ბოტანიკურ ბაღშიც ძალიან ბევრი სახეობის ევკალიპტები გვაქვს და მშვენივრად ეგუება ჩვენს გარემო პირობებს. საკმაოდ სწრაფად მზარდი მცენარეა ევკალიპტი. იზრდება 10-დან 100 მეტრამდე სიმაღლის. სახეობების მიხედვით 200 წლიდან 400 წლამდე შეიძლება გაძლოს. აქვს რამდენიმე ფორმის და სახეობის ყვავილები, როგორც თეთრი, კრემისფერი, ყვითელი, მოვარდისფრო, წითელი. ფოთლები შეიცავს ისეთ ჯირკვლებს, რომლებიც გამოიმუშავებს სამკურნალო ეთერზეთებს, რომელიც შემდეგ ჰაერში აფრქვევს ისეთ არომატულ სურნელს, რომელსაც თავისებური სპეციფიკური სურნელი გააჩნია. ძირითადად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, სხვადასხვა დანიშნულებით, როგორც ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ამოსახველებელი საშუალებად, მაგრამ ამ მეთოდებსაც ჩვენ ექიმის გარეშე, რა თქმა უნდა, არ უნდა მივმართოთ. ძირითადად ჩვენ ვამრავლებთ თესლით, ნაყოფი 2 წელიწადში ერთხელ მწიფდება, სპეციალური კოლოფები იხსნება და იქედან უამრავი წვრილი ფორმის თესლი შეგვიძლია ავიღოთ, დავთესავთ და შემდეგ მისთვის შესაფერის პირობებში აიღებულობთ ასეთ შედეგს. ეს დაახლოებით 1 წლის მცენარეა, რომელიც ჩვენ სათბურში დავთესეთ. გამრავლების შემდეგ რას ვაკეთებთ? როგორ ვუვულით ამ მცენარეს? ევკალიპტი არ მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას და ძალისხმევას. თავარია მოურწყათ, რადგან უყვარს საკმაოდ ტენი, უყვარს წყალი, უყვარს მზეც ასევე. როდესაც ეს მცენარე გვაქვს ქოთანში, რამდენ ხანში შეგვიძლია რომ გადავიტანოთ ღია გრუნტში? ცოტა კიდე რო ვაცალოთ, დაახლოებით 5-6 თვე, უკვე მოჯანსაღებული, ფეხზე სწორად მდგომი შეგვიძლია გავიტანოთ ღია გრუნტში, რა თქმა უნდა, სპეციალური ჭიგოთი გავამაგრებთ, ავაკრავთ, რომ მექანიკურად არ დაზიანდეს მცენარე. განსაკუთრებულად შერჩეული ნიადაგი თუ სჭირდება? თუ ჩვეულებრივ ნიადაგშიც გაიხარებს? არ ჭირდება განსაკუთრებული ნიადაგი, კარგად შეზავებული, ნოყიერი, შავმიწა ნიადაგში მშვენივრად გრძნობს თავს. 2 კვირაში ერთხელ უნდა გამოვკვებოთ, ნორმალურ პირობებში რომ ამყოფოთ მცენარე და ნორმალურ გარემოში და ხელი შეუწყოთ მის ზრდა განვითარებას. ფესვთა სისტემაც ევკალიპტს საკმაოდ განვითარებული აქვს, ღრმად გამჯდარი ფესვები აქვს ნიადაგში. ევკალიპტს ხშირად რგავენ ჭაობში. რატომ? ჭაობიან ადგილებში რგავენ სპეციალურად, რომ ეს ჭაობიანი ადგილები რაც შეიძლება გაანთავისუფლონ ნესტისგან, სირისტისგან და ასე შემდეგ. მოდი ახლა ამასაც გავამახვილოთ ყურადღება. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში, როცა უკვე ხმობას იწყებს თითქოს და მცენარე? ამ მცენარის პრობლემა არის დაზიანებული ფოთლები მზისგან. დაუცველ ადგილას იყო სათბურში, როგორც ჩანს, დიდი ხნით. პირდაპირ მზის სხივებს ვერ გაუძლო და დაზიანდა მცენარის ფოთლები. სხვა დაავადებასთან ადგილი არ აგვაქვს, ამიტომ ჩვეულებრივად ძალიან ფრთხილად ვაცლით და ვათავისუფლებთ გამხმარი დაზიანებული ფოთლებისაგან. დანარჩენს ვტოვებთ უცვლელად და ის ჩვეულებრივად გააგრძელებს ზრდა განვითარებას და არსებობას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. მე კი მომდევნო 4 შაბათამდე გემშვიდობებით, დროებით. სხვათა შორის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უამრავი სახეობის ევკალიპტია. ეს ხეები იმ მონაკვეთში, სადაც ევკალიპტებია დარგული, 100 წლოვანი, ძალიან მაღალი და სხვადასხვა ფოთლის ფორმით გამოირჩევა და მე ასე ვარჩევ, არის მოგრძო, არის ესეთი ახლა რომელიც ჩანდა ჩვენთან ევკალიპტი. ფოთოლა და ისეთი სურნელი ტრიალებს იქ ყოველთვის იზიდავს დამთვალიერებელს განსაკუთრებით და რა თქმა უნდა აჭარისთვის განსაკუთრებით სასარგებლო მცენარეა, იმიტომ რომ იწოვს აი ეს ნესტს და ჭაობს და ხელოჩაურის ტერიტორიაზე სწორედ მაგიტომაა გაშენებული იმ პერიოდიდან წლების წინ. მეც განსაკუთრებით მიყვარს ეს ზონა, განსაკუთრებით მიყვარს ბოტანიკური ბაღი და ასევე ყველას ძალიან მიყვარს ვინც ბათუმში ვცხოვრობთ და არა მარტო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, მოკლედ წიგნებზე უნდა გავაგრძელოთ ახლა ჩვენ საუბარი. 1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის ჰანს
კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს. ყველასთვის ცნობილია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე და დღევანდელი დილის სტუმარიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს უკვე 50 წელიწადზე მეტია. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი ქალბატონი ნანა კვაჭაძეა ჩვენი სტუმარი. დილამშვიდობისა ქალბატონო ნანა, მოგესალმებით და ძვირფას უდიდეს მადლობას გიხდით, რომ მობრძანდით ჩვენთან ეთერში. ბუნებრივია თქვენ ბიბლიოთეკიდან. თითქმის ყველა ბათუმელი გიცნობთ, არა მარტო მოზარდები, არამედ უფროსებიც, თუმცა ჩვენი ეთერის საშუალებით უფრო ფართო საზოგადოება მოისმენს ახლა თქვენს გამოცდილებას, რომელიც გაკავშირებთ ბიბლიოთეკასთან. რა ხდება დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში? როგორ ხართ? საბავშვო. დიახ. მეც მადლობით ვიგიპასუხებთ და ყველაფერი კარგი ხდება. რა თქმა უნდა, ახლა კარგის გვერდით ცუდიც არის დაუშვათ, რაღაც ნიუანსები, მაგრამ კეთილი ჭარბობს ყოველთვის ბოროტს, კარგი საქმე ჭარბობს ცუდს და რო ვთქვა, რომ ახლა ფანტასტიკურია ყველაფერი, მეთქი თქვენც არ დაიჭერეთ, სადაც საქმეა, იქ ნაკლიც არის, ხომ ასეა რა? კი ბატონო. რაც შეეხება იმას, რომ აი წიგნების სიყვარულზე გადავინაცვლოთ და რამდენად მოიმატა, თქვათ ახალგაზრდებმა? ახალგაზრდებმა წეგანს ვამბობდი, რომ აი პარალელს გავავლებ. დღეს თანამედროვე პირობებში ალბათ სკოლებიც გააქტიურდა, მასწავლებლებიც გააქტიურდა და კითხველები ნამდვილად არის. ახლა შეიძლება ყველა ხარისხით არ წინავდეს, არც მიმწოდებელი, არც მომთხოვნი, მაგრამ კითხველები ნამდვილად არიან. მოდიან ბავშვები, მოყავთ მასწავლებლებს, სტარდება ღია კარის დღეები, ხვდებით მათ და რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად ძალიან ძვირფასი და საუკეთესო საქმე ეს. აი, იცით რა, ვიცი თქმა რომ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმე მიყვარს მეთქი. როცა ადამიანს საქმე უყვარს, გათენება მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტკივილის გამოცდილება მაქვს, გამოვიარე ცხოვრებაში, მაგრამ არ წავიქეცი, იმიტომ რომ წიგნებთან და ბავშვებთან მქონდა საქმე და როგორ შეიყვარეთ წიგნები ბავშვობიდან გიკითხავდნენ ბავშვობიდანვე მიყვარდა წიგნი, მაგრამ თქვენ რომ შემეკითხოთ როგორ შევიყვარეთ, ბიბლიოთეკა უფრო უპრიანი იქნება, იმიტომ რომ ზოგადად სამსახური არ მიტაცებთ, ახლა მიწევს ზოგჯერ ასე ინტერვიუებზე პასუხისგაცემა და კითხვებზე და განმეორებით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ძალიან არ მიყვარდა, არ მინდოდა სამსახური. აი, ოჯახური ატმოსფერო უფრო მყიდავდა, მაგრამ მუშაობას გულისხმობთ ხო? მუშაობას გულისხმობთ ზოგადად სახლიდან გასვლა. მამა ჩემს უნდოდა, რომ ყოფილიყავი სამსახურში, წავსულიყავი დილით, რაღაცა მეკეთებია, მერე დაუბრუნებულიყავი ოჯახში და მისი ხათრით გავიგე, რომ ქალაქის ერთ-ერთ ფილიალში ბიბლიოთეკაში გამოთავისუფლდა თურმე ბიბლიოთეკარის ადგილი. და თან რეკომენდაცია გამიწიეს ისეთი, რომ ქალისთვის მისაღები, აი, ყველაფერს რომ მოარგებს შენს საოჯახო საქმეებს. მართლა აი გულწრფელად ვამბობ, მოვედი ამ სულის კვეთებით, მაგრამ თურმე მოვსულ ვარ ისე, რომ 50 წელიწადზე მეთხანს დაყომდით. დავყომდი და მართლა ძალიან მიყვარს. მე ამ ქალაქში ბავშვობიდან არ მიცხოვრია, არც სკოლა დამემთავრებია, არც უმაღლესი განათლება მიმიღია აქ, მაგრამ აი დავიმკვიდრე ჩემი თავი იმ სფეროში, სადაც მუშაობდა. როცა ბავშვებთან საქმე გაქვს, როცა სკოლებთან საქმე გაქვს, პედაგოგებთან, მშობლები მოდიან, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მუდამ ახალგაზრდა ხარ, ასე ამბობენ, როდესაც ბავშვებთან ნამდვილად, აი დიდი სიხარულია და აი ასე და ამ გზით მოვედი ბიბლიოთეკაში, სულ სხვა მიზნით და მე გავხდი სულ სხვა ნანა. ძალიან მიხარია ეს ამბავი. რაც შეეხება ლიტერატურას, ანუ ამ კუთხით შეიცვალა ინტერესი, თქვათ მოზარდების და ახალგაზრდების, ეს არის ყველაზე საინტერესო. რა აინტერესებდა, თქვათ 20 წლის წინ და როგორი ლიტერატურა აინტერესებთ ახლა? რას კითხულობენ ძირითადად? ბავშვებს ახლა უმეტესად აინტერესებთ უფრო თანამედროვე მწერლები, აი ბლაიტონი აინტერესებთ, კინი აინტერესებთ, როულინგი ალბათ. კი, როგორ არა, როულინგი ხომ აინტერესებთ, დაინტერესებთ, მაგრამ მე ახლა თქვენ ხედავთ, რომ ასაკოვანი ხალი ვარ და ცოტა ტრადიციების ხალი ვარ, მაგრამ ჩემთან დარბაზში ახალგაზრდებიც მუშაობენ. და მათთვის მაქვს ეს საქმე მინდობილი, რომ ახალ ლიტერატურას თანამედროვეს მათ გაუწიონ პროპაგანდა და მე კიდევ
ძველში მეცნიერებს აი რა მოგვიტანეთ გაგვაცანეთ ნუ გამიგებთ და ძველში მეცნიერებს და უფრო საინტერესო საკითხია ჩვენც ძველის გაშუქებით ვართ დღეს დაკავებული ანდერსენის დაბადების დღეა დღეს აი ანდერსენს რაც შეეხება ჩემთან მკითხველები არიან მეოთხე და მეცხრე ჩათვლით და დღეს ჩვენთან გადაცემაში არ ვიცი რომ თქვენთან იქნება თუ სხვასთან აი საზღაპრეთის გამგემო ბრძანდება ქალბატონი ლელამ მშვენიერი მეზღაბრე და ის ისაუბრებს ანდერსენზე მაგრამ ანდერსენი ისეთ ზღაპრებით კი არა როცა მაგალითად ხომ ჭირდება ბავშვებს მე მაქვს მისი წიგნები და მესამე კლასელებს ვაწვდი მაგრამ მე მისი ცხოვრება მისი პიროვნება უფრო მაინტერესებს და მაგალითისთვის ვიყენებ რომ აი ბავშვები არ უნდა შეაშინოს არც სიღარიბემ არ უნდა შეაშინოს არც იმან რომ დაუშვათ ბუნებამ ვერ დაბადა ესეთი ლამაზი ისეთი ვერ მიცა გარეგნობა რომ ძალიან რთული ცხოვრება ქონდა ცოტა ზარმაციც იყო ისეთი პიროვნები და აი სკოლიდანაც გამოაგდეს ასწავლებლებიდანაც გამოაგდეს ახლა კიდეც ვიცი და მისი როგორი პრემიები არსებობენ და ყველა სფეროში რომ მართლა სახელი დაიმკვიდრა პრემიებიც არსებობს მისი და სხვა შორის ამბობდა თვითონ რომ არ ქონდა დაწერილი ბავშვებისთვის უფრო დიდი ასაკისთვის თუმცა ბავშვებში გახდა პოპულარული უფრო თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს ზღაპრები კითხვა ბავშვებს როგორ უნდა შევაყვაროთ კითხვა და გეტყვით ახლა ჯერ გეტყვით რა ლიტერატურა მაქვს მოტანილი რა კი საერთაშორისო საბავშვო კითხვის დღეა შევარჩიე სოფლიო საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია და ამაში არის ყველა საინტერესო მწერლის ნაწარმოებები ახლა ანთოლოგიაში რა თქმა უნდა ყველაფერი წეგებული და კარგი შევა და მე მაგალითად განსაკუთრებით ყურადღება შევაჩერე და ძალიან მიყვარს ლინდგრენის ნაწარმოები უკრავს ჩემი ცაცხვი მღერის ჩემი ბულბული იმდენად რომ იმდენი წიგნებია ყველა დასახელების ბიბლიოთეკაში და ეს ნაწარმოები ამ ანთოლოგიიდან ვნახე ისა რა ქვიან პირველად და ძალიან მომეწონა გამომცემელი მისი არის მაკა შემდგენელი მაკალ დოკონენი გეცოდინებათ ალბათ შესანიშნავი ქალბატონია ძალიან საინტერესო პიროვნება და მოსასმენად ძალიან საინტერესო ეხლავე ჩემო კარგო ისა მე წამოვიღე ქართული ლიტერატურის კლასიკოსები ბავშვებისათვის და აქ ახლა განსაკუთრებით ყველა თითქმის ყველა ქართველი მწერლის თვითონ ნაწარმოებია და მე პირადად მაგალითად ვაჟა ფშაველას პაპას მსოფლიო ფიქრები მიყვარს ძალიან და ეს მის ვაჟას გამოცემებში არის მაგრამ აქ რომ დავინახე შეტანილი და ვნახე ძალიან განეხარდა აი როგორი ნაწარმოებებია იცით პაპასო ანდაზებით და აფორიზმებით ლაპარაკი უყვარსო და მართლაც თვითონ მოთხრობა გიჩვენებს რომ ადამიანმა რაც ცხოვრებისეული საკითხია ურთიერთობიდან დაწყებული შვილებთან შვილიშვილებთან ურთიერთობა ზნეობასთან როგორი მოხუცი იყო როგორ უყვარდა ყველაფერი და ყველა განსაკუთრებით აი ვიცი თქმა რომ ყველა სამაგიდო წიგნი უნდა იყოს მეთქი რომ ბევრ რამეს შეგძენს ნამდვილად ზომიერების ფასს გასწავლის აი ჩვენ ცოტა ზომიერების ფარგლებს გადავდივართ ხოლმე და ზომიერებას რომ შეგაყვარებს და მის ფასს გასწავლის და პაპასო აფორიზმებით საუბარი უყვარდაო და მართლაც რაიმე ჭკუის დარიგებას დაიწყოს იმ წუთში მზად აქვს ანდაზა და ასეთი გამონათქვამები და ბუნებრივია მოგწონთ ძველი და მოგწონთ ძველი წერის მანერა და სულ სხვანაირად იწერებოდა. თუმცა ახლა თანამედროვე ზღაპრებში ისეთ სიტყვებს წავაწყდები ხანდახან მეც მიკვირს როგორ უნდა წავუკითხო რაღაცა მეხამუშება რაღაცა ისეთი არის. თქვენ როგორ ფიქრობთ? რატომ ხორებისეულს გეტყვით? მე აზრისმრევლი ვარ 21 წელია, ჩემი აი ცოტა ადრე გამხდარიყავი, ჩემა ტკივილმა მიმიყვანა შვილი მყავს გარდაცვლილი და თურმე ძალიან ვაშავებდი რომ არ დავდიოდი და ერთხელ ჩემმა მამაო იქადაგა რომ ძალიან გთხოვთო მშობლებსო რომ ბავშვებსო წიგნებს რომ მიაწოდებთო მშობლებმა თვალყური მიადევნეთო რომ ისეთ უხამსობას წააწყდებით რომ არ არის საჭირო ის ბავშვმა წაიკითხოსო ამას გულისხმობთ არა თქვენ დიახ თუმცა რაღაცა მკვლელობები დინაცვალი ბოროტი და ყველგან იყო და ყოველთვის თხოვლობენ ამას ერთმა ერთხელ ისეთი რაღაცები მომთხოვა შვილო მეუთხარი თუ კი უნდა წაიკითხო თუ კი უნდა შეგეშინდეს რასაც კითხულობს სისხლზე მოდი წმინდა ქეთევანის ცხოვრება დედოფალ ქეთევან დედოფლის ცხოვრება წაიკითხე როგორ ეწამა
როგორ აქაც წამება მაინც როგორც თუ კი უნდა ინერვიულო და თუ კი შენ როგორც მეცნიერები ამბობენ ბავშვებს ქონიათ საოცარი გაფილტვის უნარი და იმაზე რასაც ჩვენ უფროსები ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს და გონია რომ ძალიან სისასტიკეა ბავშვები ამას საოცარი ფილტრის უნარით თურმე სხვანაირად აღექვამენ ჩვენ ახლა ამ თემას რო გავყვეთ ქალბატონ ანა ძალიან შორს წავალთ დრო ცოტა დაგჭირდა და გვინდა რომ ბოლომდე გვაჩვენოთ ის წიგნები რაც მოგვიტანეთ ეს საკითხავი ლიტერატურა აი ნიკოლოზ რთქიფანიძე როგორი კლასიკოსია გეცოდინებათ ალბათ ნიკოლოზ რთქიფანიძის მათხოვარი და დადიანის ასულიარი თუ გაქვთ საკითხული თუ არ გაქვთ ძალიან კარგი აი არ მოვიყვება და ესე იგი ხოცება საუკეთესო სამეგრელო საუკეთესო ვაჟკაცები და თავათის ხალი უნდა გადავიდეს ამ დინარეზე და ერთ ზონზებში ჩაცმულს დაინახავს და შემოიჯენს და მაგრად მომეკარიო ეუბნება და ეს ისეთი უსახური და ისეთი ღარიბი და გაჭირვებულია რომ ადამიანად თავი არ მიაჩნია და 5 წლის მერე მიაკითხავს ამ ხალხს და ამ ახალგაზრდა ქალბატონს და ეუბნება რომ მე თქვენთან მადლობის გადასახდელად მოვედიო რატომ მომეწონა ახლა ეს წიგნიცით ის გამპარტამნებული თავადის ასულია რა ზედაც არ უყურებს ამ აჰა, გასაგებია. და იქ იმ ადამიანის სიტყვები თვითონ იმ ღარიბი პერსონაჟის სიტყვები წინ ფრაზას მოვიტყვი რომ ისა რა ქვიან დაკოჭლებულ თხას გამხდარ ცხენს და ჩახმახ მომტრეულ თოფს ვადა ყავლი გაუდეს მაგრამ ადამიანი ერთადერთია მე ეს მოთხრობა იმიტომ მომწონს რომ ამ მოთხრობას ბავშვს რომ წაუკითხავ იქ ვასწავლი ადამიანობას რომ ჩვენ სისქვეშეთში ყველა თანაბარი ვართ ყველა უფალმა შეგვნა ადამიანად ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი ქალბატონი ნანა კვაჭაძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც 50 წელზე მეტია ბიბლიოთეკაში მუშაობს. ბოლომდე სამწუხაროდ ვერ წიგნების ჩამონათვალი ვერ დავათვალიერეთ, თუმცა არაუშავს 10 საათი შესრულდა ჩვენს ქვეყანაში და საინფორმაციო გამოშვების დრო დგება ქეთი ჭყონია შემოგვიერთდა ქეთი დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა მეგობრებო კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობდით. მაყურებელს კი ამ დროისთვის არსებულ ახალ ამბებს მომუყვებენ. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო ამჯერად პროკურატურაში ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს ძლიერი საქართველოს ლიდერი საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარს ამბობს და აცხადებს რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს და პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა ჯარიმა თუ პატიმრობა რას ითხოვს საბრალდებო უწყება უცნობია ხაზარაძის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული სწორედ დღეს გაირკვევა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო გაუშვებენ თუ არა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობაში. ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 359 მუხლითაა დაწყებული, რაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ჯარიმას ან ერთწლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიის ხდომაზე შეპესე მაგნეტის საქმეზე იყო დაბარებული, რომლის მფლობელი ლელოს ლიდერებს მაშინდელი ხელისუფლების მაღლჩინოსნებთან ერთად ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს. საგამოძიებო კომისია დღეს დილიდან ისევ გააგრძელებს მუშაობას. დღეს კომისიის წევრები წინა ხელისუფლების დროს საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს განიხილავენ, მათ შორის იმ დროს საპატიმროებში არსებულ ვითარებასაც. დღეს კომისიის წევრები მოისმენენ კონკრეტულ ისტორიებს გორის ბაზრის ყოფილი დირექტორისა და გიორგი ზერეკიძისგან, რომლის ოჯახმაც, როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, წლების წინ უმძიმესი პერიოდი გადაიტანა. სწორედ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე გეგმავს ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტიის აკრძალვას აცხადებენ მმართველ გუნდში. ამბობენ რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ მიზნით მიმართეს. ქართული ოცნების ამ ინიციატივას ანტისახელმწიფოებრივს და დიქტატორულს უწოდებენ ოპოზიციის წევრები. ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 36 მუხლს მეორე პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას. პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაიცემა. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია.
პოლიტიკურ საქმიანობას ადამიანებს უკრძალავენ დიქტატორულ რეჟიმებში. პოლიტიკურ საქმიანობას, პოლიტიკურ ძალებს არ უკრძალავენ დემოკრატიულ ქვეყნებში. ასეთი რამ არ არსებობს. თქვენ ვერ მომიყვანთ ერთ-ერთ მაგალითს, სადაც დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეს პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავენ. რაც შეეხება ამ კანონ პროექტს, როგორც ბევრი სხვა რამ, რასაც ქართული ოცნება ანტისახელმწიფოებრივად ეხა აკეთებს, ეს არის მცდელობა, რომ ყურადღება გადაიტანონ ამ საზოგადოების ძირითადი პრობლემებიდან. ამ საზოგადოებას აქვს ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, ამ საზოგადოებას ჰყავს 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი. აქ არ არის საუბარი ზოგადად პარტიების აკრძალვაზე, ზოგადად პარტიების აკრძალვის ჩანაწერი ისიც არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში გამოიკვეთა საკმარისი მეტი მტკიცებულებების ამისოთ, რომ ჩვენ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სადამათ იმსჯელონ აიგზავნოს თუ არა ნაციონალური მოძრაობა. თუმცა ნაციონალური მოძრაობა არ არის მხოლოდ წესდება და იურიდიული პირი არიან ადამიანები, ვინც იყვნენ იმ სისტემის შემოქმედები, რომლებიც 2012 წლამდე სისტემურად და სისტემატიურად ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე, ამიტომ ჩვენ ვთხოვთ სასამართლოს იმსჯელოს ამ პარტიის აკრძალვაზე. Deputatებმა მეორე მოსმენით დღეს ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი უნდა დაამტკიცონ ცვლილების მიხედვით კანონმდებლობა მკაცრდება განსაკუთრებით ნარკორეალიზატორებისთვის დამატებითი შეზღუდვები ნარკომომხმარებლებსაც უწესდებათ. ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას რეალიზებისთვის 12-დან 20 წლამდე ან უბადო პატიმრობა გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, მას სატრანსპორტო საშუალების მართვა 3 წლით აიკრძალება, არის სხვა შეზღუდვებიც. კანონის გამკაცრებას კრიტიკულად უყურებს ოპოზიცია, ისინი ცვლილებებს ფარსს უწოდებენ. ზელვადიანი კარგად გათვლილი სტრატეგია იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევაცინოთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით გამკაცრება ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში, იცით რომ დაზუსტება შესაბამისი დოზები და სხვა რეგულაციები მიმართულებით, თუმცა მეორე მხრივ გაგრძელდება ყველა ის პროგრამა და კიდევ დამატებითი პროგრამები შეიქმნება, რომელიც დაეხმარება ნარკოდამოკიდებულებებს დაუბრუნდეთ ცხოვრების ჯანსაღწევს. დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ცოტა ხნის განცხადება გავრცელა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ დაბრკოლებებს აწყდებიან. მწვავედ დგას ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და მხარდამჭერი სერვისების დანერგვის საკითხი. რამდენიმე მუნიციპალიტეტში არსებული სარეაბილიტაციო პროგრამები მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის მოქმედებს და აუტიზმის მქონე ზრდასრულ ლებისთვის კვლავ მიუწვდომელია. პრობლემური აუტიზმის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა აღნიშნულია. გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი მოუწოდებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას სათანადო ძალისხმევა გასწიონ აუტიზმის მქონე პირებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების, ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების, ჯანდაცვისა და უწყვეტ სარეაბილიტაციო პროგრამებზე წვდომისთვის. დამოკლეთ უცხოეთის ახალი ამბები. უკრაინის პრეზიდენტი პარასკევს 4 აპრილს შეხვდება ქვეყნების მცირე ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან წვლილი შეიტანონ უკრაინაში უცხოური კონტინგენტის განთავსებაში. ვინაიდან კიევი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილს, უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ კიევის მოკავშირეებთან ერთად განიხილავს მათ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ძალების განლაგებას ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ინიციატივას, რომელსაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას მან ასევე მოუწოდა ამერიკას გააძლიეროს სანქციების ზეწოლა რუსებზე. აცემეტი ჩინური სამხედრო ხომალდი მიუახლოვდა ტაივანის მომიჯნავე ზონას. განაცხადა ტაივანის სამხედრო სარდლობამ და აღნიშნა, რომ ტაივანს ჯერ არ დაუფიქსირებია ჩინელი სამხედროების მხრიდან ცეცხლი. ჩინეთის არმიამ სამშაბათს განაცხადა, რომ დაიწყო ერთობლივი არმიის საზღვაო და სარაკეტო ძალების წვრთნები ტაივანის გარშემო, რასაც პეკინი მკაცრ გაფრთხილებად და ძლიერ შემაკავებელ საშუალებად მიიჩნევს ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. წვრთნები დემოკრატიულად მართული კუნძულის გარშემო, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და არასდროს უთქვამს უარი ძალის გამოყენებაზე მისი კონტროლის ქვეშ მოქცევაზე. მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ თვეში ოლაიმ პეკინი უცხოურ მტრულ ძალად მოიხსენია.
მიანმარის სახელმწიფო დეპარტამენტმა გავრცელა ვიდეო მასალა, რომელზეც ნაიპიდაუს სასტუმროს ნანგრევებიდან ცოცხალი მამაკაცის ამოყვანა. ასახული მასშტაბებმა მამაკაცს ნანგრევებში 7.7 სიმძლავრის მაგნიტუდის მიწისძვრიდან 100-ზე მეტი ხნის შემდეგ მიაკვლეს. დეპარტამენტის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ უტარტირიში 6 სართულიანი სასტუმროს შენობის ქვედა 2 სართულზე ჩარჩენილი 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ცოცხალი გადაარჩინეს. გასულ პარასკევს მოხდა, რომ მიწისძვრას 2719 ადამიანი ემსხვერპლა. საბერძნეთის კუნძულ პაროსზე კი კოკისპერულმა წვიმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დედაქალაქ ნაუსას. სტექიის ზონაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ძლიერ წვიმასთან ახლდა სეტყვა. რამდენიმე კუნძულზე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ბოლო წლებში საბერძნეთში ხშირია გამანადგურებელი წყალდიდობები. მეცნიერები ექსტრემალურ ამით გლობალური ტემპერატურის ზრდის შედეგად წყლის დათბობას მიაწერენ. აფხაზეთიდან დროებით დევნილი სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული 10 ახალგაზრდა სპორტსმენი ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა. ღონისძიების ფარგლებში სტიპენდიანტებს აფხაზეთის მთავრობამ დიპლომები და სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს როგორც აფხაზეთიდან დროებით დევნილი სპორტსმენების, ასევე აფხაზეთის სახელით მოასვაპარეზა სპორტსმენების ხარდაჭერას. მოგეხსენებათ, ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა და გაიზარდა ასევე ბიუჯეტით განსაზღვრული თანხები. წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო ავიღე გოგონებთან ერთად, სადაც რეკორდიც დავამყარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დღეს აქ ყოფნა და აფხაზეთის სახელით ამდენი წარმატების მიღწევა. წელს სამედენიეროდ მოხვდი ამ სტიპენდიანტებს შორის. ასეთ იყო მთავარი აცაზე პირდაპირ ეთერში მოვლენათა განვითარებით დაუბრუნდებით, ასე რომ დროებით გემშვიდობებით კოლეგებმა მარია სალა. კეთი ძვირფასი მადლობა, დროებით გემშვიდობებით, ჩვენ კი ბუნებრივია ვაგრძელებთ გადაცემას. წინ სანახავი ჯერ კიდევ ბევრია, ასე რომ მიმოვიხილოთ ყველამ ერთად გადაცემის მესამე ნაწილის ანონსი. გადაცემის მესამე ნაწილში სოს ტალანტების მორიგი გალა კონცერტი პარიზში მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ბათუმელმა ანდრია კაპანაძემაც მიიღო. დეტალები გადაცემის ბოლოს. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. ესეც ასე და დაგვრჩა რუბრიკა, რომელიც დილიდან გემრიელი კერძებით გვანებიურებს ყოველდღიურად. ქეთა ხელაიშვილი გვთავაზობს მარტივ კერძებს და დღეს ის დესერტს მოგვიმზადებს. მე ძალიან მიყვარს დესერტები და საინტერესოა ამჯერად როგორი რეცეპტი ექნება. ნახოთ სამზარეულოს რუბრიკა. შენი კერძი. მოგესალმებით, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა ხილაიშვილი და დღეს უნდა მოვიმზადოთ ძალიან გემრიელი და ჩემთვის საინტერესო დესერტი, რომელიც მზადდება კვერცხით და კაკაოთი. ალბათ ძალიან ბევრ შეგხვედრიათ ეს ინტერნეტ სივრცეში, იმიტომ რომ საკმაოდ ვირუსული რეცეპტია, რომელიც ყველგან არის გავრცელებული. ამიტომ მინდოდა რომ მეცადა და თქვენთვისაც გამეზიარებინა როგორი გამოვიდოდ. დაგჭირდება 4 ცალი მოხარშული კვერცხი, კაკაო, რძე, ვანილის ფხვნილი და თხილი გასაფორმებლად შემდეგ. ასევე ბლენდერი, რომ ეს ყველაფერი დავაბლენდებთ. ძალიან მარტივია. უბრალოდ ვიღებთ კვერცხს და ვაგდებთ ბლენდერში. შემდეგ 4 სუფრის კაკაო. შემდეგ 2 შეკვრა ვანილის ფხვნილი. და რძე. რძე ეს მთლიანად არ არის საჭირო, ოდნავ თოლის ზომით მივხვდეთ. ვიღებთ ახლა ბლენდერს და კარგად გახსნამდე ვურევთ ამ ყველაფერს ერთმანეთში. ესეც ასე. დავაბლენდერეთ კარგად კაკაო. და აქ მაქვს ესეთი ლამაზი ჭიქები, სადაც მე ამ ყველაფერს ახლა გადავანაწილებ კარგად. ძალიან ესეთი სქელი მასა გამოვიდა და
ჩვეულებრივი მუსი არის. პუდინგსაც წააგავს. სურნელი აქვს გადასარევი სხვათა შორის. არ მოველოდი, იმიტომ რომ რაღაცა ჩემთვის ცოტა უცნაურია მოხარშული კვერცხით კაკაოთი და ვანილით დესერტი იქნება, ამიტომ არ მოველოდი ნამდვილად ესეთი კარგი სურნელი თუ ექნებოდა. აი ესეთი ლამაზი მუსი მივიღეთ. ახლა ეს უნდა გავაჩეროთ მაცივარში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. შემდეგ შეგვიძლია უკვე დაგრირებულზე და უფრო რაღაც შემდგარ მასზე მივირთოთ გემს. დადგა ჯერი რომ დავაგემოვნოთ ჩვენი მუსი. ნახეთ როგორ შეიკვრა მასა, გასქილდა. მოდი ახლა მოვაყაროთ თხილი ცოტა გაფორმებისთვის. თქვენ რაც გსურთ შეგიძლიათ იმით მორთოთ, ჩემი თხილი მოუხდებოდა ყველაზე მეტად ამის. გავსიჯავ. ცუდი არ არის. გემრიელია მართვა. რო გაგრილდა უფრო რაღაც გემრიელი გეომიეცა, მაგრამ ერთი რასაც შევწყვეტი არის ის, რომ ოდნავ უფრო ტკბილს გავაკეთებდი, ანუ შაქარს დავამატებდი ცოტას. ნუ საბოლოო ჯამში მომეწონა ძალიან გემრიელია და თან არის მსუბი ამავდროულად. აუცილებლად მოვამზადეთ, ცადეთ, იმიტომ რომ ერთი წისთვის მასა კარგი იქნება რომ მოვამზადოთ. მომდენო რუბრიკაზე გემშვიდობით, კეთილის რუბრიკით ნახავთ. ისევ და ისევ დაბრუნდით ეთერში მოგესალმებით. დღეს არის 2 აპრილი და დილის ტალღის გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება და გემრიელ ლუკმას ყოველთვის ბოლოს ვინახავთ. ეს დესერტი ხომ მივირთვით უკვე და მოვამზადებთ აუცილებლად, ვისაც გაგიჩნდათ სურვილი ამ მადის აღმწვრელი დესერტის მომზადების ძალიან მარტივად მოახერხებთ. თუმცა ამ დესერტის ფონზე სასიამოვნო მუსიკის მოსმენა იქნება არაჩვეულებრივი და ამ შემთხვევაში ჩვენ ხელოვნების ბლოკი გვაქვს და მინდა გითხრათ რომ 27 მარტს SOS ტალანტების მორიგი გალა კონცერტი ჩატარდა პარიზში, დასოების სასახლეში, რომელიც მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. დასო სასახლე პრესტიჟული ელიტარული პარიზელების შეხვედრის ადგილია. ცნობილია იმით, რომ დასო იყო პირველი ფრანგი ავიაინჟინერი, გამომგონებელი და შემდგომ ყველაზე მსხვილი და პირველი ავიაკომპანიის მფლობელი. მულტიმილიონერის სასახლე კერძო საკუთრებაა და წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღება მიშელ სონის ფონდის საპატივცემულოდ და ხვდა ბედნიერება წილად და ბათუმელი პიანისტი ანდრია კაპანაძე სწორედ ამ გალა კონცერტის მონაწილე გახდათ. გალა კონცერტში ბათუმელმა ანდრია კაპანაძე მიიღო მონაწილეობა, რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის დირექტორი ქალბატონი ნატო, ვინ თუ არა ქალბატონი ნატო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყოველთვის ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსების მფარველი ანგელოზით შეიძლება გიწოდოთ, იმიტომ რომ დაინახავთ ნიჩ და ეგრევე ფართო საზოგადოებას გინდათ რომ გააცნოთ. დილამშვიდობის ანდრია, გილოცავ ამ წარმატებას. მადლობა მობრძანებისთვის და მოდით გვითხარით რა პროექტია საუბარი. მოგესალმებით ყველას და დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ პატარა ბიჭუნას. ანდრიას, რომელმაც გამიმართლა მოლოდინი. ვინაიდან პედაგოგისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, როდესაც შენი შრომა დაფასდება. და მით უმეტეს ასეთი საერთაშორისო მასშტაბით ძალიან საპასუხისმგებლო პროექტში. თუმცა ჩემთვის ყველა პროექტი საპასუხისმგებლოა, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობენ პრიორიტეტები. როგორ უნდა მოვხდეთ SOS ტალანტებში? როგორ ხვდებიან პიანისტები? წლების წინ მართლა აი ოცნება იყო ჩემი და სადღაც არ დავმალავ კეთილიშვილით შურდენის თურდა იმ ბავშვების, იმ პედაგოგების იმ სიტუაციის, რაც ხდებოდა პარიზისკენ მიმავალ გზაზე და ბოლოს გვირგვინდებოდა ამ არაჩვეულებრივ სასახლეში კონცერტით, გალა კონცერტით. ქალბატონი ელისო ბოლქვაძე უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს
სოს ტალანტებთან, კერძოდ მიშელსონის ფონდთან, თითქმის ერთად შექმნეს პრინციპში ეს ნიჭიერების სამჭედლო და მათი მიზანია საერთაშორისო მრავალფეროვნება, რომ არ გამორჩეთ არც ერთი ნიჭიერი დამწყები. მუსიკოსი, პიანისტებზე აქვს საუბარი და ბოლო წლებში უკვე ქალბატონ ელისო განსაკუთრებით ქართველებს აძლევდა უპირატესობას და ცდილობდა, რომ ქართული ნიჭიერება გაეტანა საერთაშორისო ბაზარზე, ასე ვთქვათ, და ასპარეზზე და სწორედ აი ეს გზა გამოიცებნა არაჩვეულებრივი შიდა კონკურსებით, შიდა კონცერტებით, საიდანაც ირჩეოდა მათთვის საინტერესო მუსიკალური პერსონაჟები. სხვა მონაწილეების შესახებაც რო გვითხრათ, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და ვინ მიიღო მონაწილეობა გალა კონცერტში? ციტა, მე უკვე 2 წელია მაქვს ბედნიერება ვიყო ვითანამშრომლო ამ ორგანიზაციასთან, ამისთვის უღმესი მადლობა ქალბატონ ელისოს, ეს არის ძალიან დიდი ნდობა და ძალიან დიდი დაფასება შრომის, ნიჭის და როდესაც შრომა და ნიჭიერება ტანდემშია და არის ეს ერთმანეთთან დაკავშირებული, უპირობოდ იქ უკვე რა თქმა უნდა შედეგიც განსხვავებულია. კი, რა თქმა უნდა. აი ბაჩის პერიოდში დიდხანს იყო პანდემია და ბაჩი ცოტა გვიან გაიცნო ქალბატონმა ელისო, მაგრამ ოდესაც გაიცნო, ეგრევე დააფასა, შეაფასა და კიდევაც მოხვდით გასულ წელს პარიზში და ძალიან დიდი წარმატებით დავბრუნდით მაგაც. კი, მოლოდინი ნამდვილად გავომართლეთ პარიზულ პუბლიკას, ჩვენ საელჩოს, პირადად ქალბატონ ელისოს და ბატონ მიშელსონის და წელს ეს ბედნიერება ხვდა წილად ანდრიას და რომელიც სიმართლე გითხრათ, რომ კი მიუხედავად უკვე არაერთი საერთაშორისო გამარჯვებისა, მიგვაჩვია ანდრიამ პირველ ადგილებს სხვა კონკურსებში, მე გამოცდილების მისაღებად მივიყვანე ფონდ ლირას შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ არაჩვეულებრივ კონკურსში, დიახ, რომელიც ქალბატონ ელისომ შეიტანა როგორც აუცილებელი ერთ-ერთი საინტერესო პუნქტი და კარგი პლატფორმა ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისთვის თავის ამ ფესტივალში და აი ამ იყო დაყოფილი 2 კატეგორია, 10-დან 15 წლის ჩათვლით და 16-დან შემდგომ და აი სწორედ ანდრია იცით 10 სექტემბერს ქონდა ოქროს დაბადების დღე, 10-ში გახდა 10 წლის და 11-დან დაიწყო ამ კონკურსი. ანდრიასთანაც გადავინაცვლოთ, ანდრია არის საერთაშორისო რესპუბლიკური კონკურსების მრავალგზის ლაურეატი. ანდრია დილამშვიდობისა, მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებ პარიზში, ესეც საოცარ სასახლეში, როგორ დაუკარი და როგორი იყო შენი ემოციები? ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პარიზში დასოს სასახლეში გალა კონცერტზე მონაწილეობა. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რათა მომცა შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა ამ გალა კონცერტზე და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ნატო მასწავლებელს. ნერვიულობდი? არა, არ ნერვიულობდი. არა, ამღელვარება არ ახასიათებს ხოლმე შენს იცით რა? გასელოდი და რა დაგხვდა იქ? როგორი გარემო იყო, როგორი მონაწილეები იყვნენ, ვინ გაიცანი? ზალომე, ამ კონცერტის გახსნა დაევალა, ვინაიდან ყველაზე ნორჩი მუსიკოსი გახდა თვითონ. ამიტომ ეს მაგაც აპასუხისგებლო. და ვინ გაიცანი, შენი თანამონაწილეები, კონცერტის თანამონაწილეები თუ გაიცანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები? სულ იყო 5 მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან, 3 ქართველი იყო და მათ შორის როცა მე გავხსენი და უკრავდი, ძალიან მეხაროდა. პირიქით კი არ ნერვიულობდი. ისეთი აურა შეუქმნეს იქ, რომ სიამოვნებდა. აი ნამდვილად ზუსტად ეს იმის მანიშნებელია, რომ შენ საყვარელ საქმეს აკეთებ უკვე ბავშვობიდან. რა თქმა უნდა. ეს ძალიან მაგარია. და ასევე საქართველოში არსებული კონკურსებიც თუ დავასრულებთ პარიზულ ვოიაჟს, თუმცა გუშინ ქუთაისში მომავლის ვარსკვლავში მიიღო მონაწილეობა და იქაც სავსე დარბაზში მე მგონი უკვე შედეგები მიიღეს. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი. შუაში იყო მომავლის ვარსკვლავი, პარიზის შემდეგ იყო მომავლის ვარსკვლავი ბათუმში და შემდეგ ქუთაისში გავემგზავრეთ. ეს კონკურსი იყო დაგეგმილი დეკემბერში და გადაიდო მე გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო მარტის აი ხა 1 აპრილს, 1-დან 6 აპრილის ჩათვლით და უკვე იქაც გავემგზავრეთ. იქ სხვა პროგრამა მქონდა, რა თქმა უნდა, ჩამოვედით პარიზიდან 2 დღეში, ისევ განვაახლეთ სერიოზული რეპერტუარი, პოლიფონია, რთული ფორმა და ქართული პიესა აუცილებელი იყო და მეოთხე შერჩევი სამებრ და ამ რთულ დავალებასაც გავართვით თავი და
ვიყავით. რეესტრებოდი. ჩემი ემოციები. ხართ პედაგოგები და გაქვთ შეხება. როდესაც ჩემი ბავშვი ქვია ხო, რომელსაც ვამზადებ. აი უკრავს და რაღაც ესეთი ღონისძიება. თავი როგორ აკყავთ ხელში და ვიდეოები არ გაქვს ნანახი ნატომასწავლებელი როგორ შემატკივრავს. ისე რომ აი ბავშვი არ გაქვს ნანახი გადაცემის ბოლოს როცა ანდრიას ვთხოვთ შესრულებას იხილავ როგორ ნერვიულობს პედაგოგი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ემოცია. თქვენ როგორ გულშემატკივრობთ და როგორია თქვენი ემოციები ამ შემთხვევაში? მიგყავთ ერთი ნიჭიერი მეორე და ყველასგან ელოდებით რაღაცა აი დიდ გამოხმაურებას ბუნებრივია ხო? მაყურებლის ტაჟა რა არის მნიშვნელოვანი? რის მისაღწევად ცდილობთ ამდენი პუბლიკის წინაშე წარდგომას? ზოგადად ჩემს პროფესიაში ვარ მაქსიმალისტი და ყოველთვის მინდა რომ ის ნიჭიერება რაც არის ბავშვი მაქსიმალურად დაიხარჯოს და სწორად მიეწოდოს აუდიტორიას და აი არ დამჩეს უკმარისობით გრძნობა. ძალიან იშვიათია თითებზე ჩამოსათვლელი იყო კმაყოფილი შენი მოსწავლის გამოსვლით, იცით? და ყოველთვის არის სათქმელი და მე მიხარია რომ არის სათქმელი, ვინაიდან ისე ვერ გავიზრდებით, ვერც პედაგოგი და ვერც მოსწავლე და ჩემი ბავშვები ყოველთვის ელოდებიან შენიშვნებს. ვინაიდან ეს აუცილებლად მოუწევს ყოველ გამოსვლას და მიუხედავად იმისა რომ გუშინ სანამ მე უკვე გავიგებდი შედეგებს ჩვენ უკვე დარბაზმა მომილოცა ჟიური აპლოდისმენტებითაც დაგვაჯილდოვა მაინც ბოლო წუთამდე რა თქმა უნდა ვიყავი ძალიან დაძაბული და მაინც რაღაც რამდენიმე ჩემი რეკომენდაცია შენიშნა ბავშვს ვუთხარი რომ გაითვალისწინოს შემდეგ გამოსვლაზე. ეს აუცილებელიც არის ბუნებრივია ყოველთვის უნდა მოусმინოს მაგრამ როდეს სანამ ანდრია შეგვისრულებს გვინდა რომ შეგვისრულოს ნაწარმოები და სანამ შეგვისრულოს ერთი პატარა კითხვა მექნება ამასთან ეს არის ის პროფესია რომელსაც ბოლომდე გაყვები როგორ ფიქრობ 10 წლის გადასახედიდან ბოლომდე გაყვები თუ შეიძლება შეიცვალო პროფესია? ვფიქრობ რომ ბოლომდე გავყვები, რადგან უკვე აი ამდენი გამოცდილების მიუხედავად არის დიდი შანსი რომ ამ პროფესიას ბოლომდე გავყვე. ამ პროფესიას უნდა ორი რამ: შრომა, დაუღალავი შრომა და მონდომება. სულ მეცადინეობ, სულ პიანინოსთან ხარ. მაგრამ იქ გარეთ არიან ბავშვები, არის ბევრი თამაში, არის სკოლა. ყველაფერს ახერხებ. როგორ ათავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან? გზაში, კონკურსიდან კონკურსამდე. ძალიან დიდი გზა არის და კროსვორდებით დადის ხოლმე. დიახ, სოლფეჯიოც უყვარს. სამ ენას ეუფლება პარალელურად. სასაუბრო ენებს და შესანიშნავი, მოკლედ, ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ არაერთი. მინდა რომ ჩავეხუტო. კიდე სამომავლოდ, ვისაც გააბედნიერებთ და საერთაშორისო კონკურსებზე წაიყვანთ და გამარჯვებით დაბრუნდებით, მანამ კი ანდრია კაპანაძე რა შეგვისრულებთ დღეს? მენდელსონის უსვეტყო სიმღერას. გელოდებით. ძალიან მაგარია, მოვისმენთ ახლა და თან დავაკვირდეთ ქალბატონ ნატოს. პარალელურად შევეცდები. ვიყო 7. მოვისმენთ ანდრიას.
ძალიან დიდი მადლობა ანდრია კაპანაძე, ნატო ორაგველიძე, დილის ტალღის სტუმრები იყვნენ, წარმატებები თქვენ არაერთი საერთაშორისო ასპარეზი და ჩვენს მაყურებელს აქვე დავემშვიდობები. დღეს 2 აპრილია, 2 აპრილის დილის ტალღა ასეთი იყო, გემშვიდობები ჩვენ ხვალამდე ხვალ დილის 9-ის ნახევარზე, ისევ თქვენთან ერთად ვიქნებით 2 საათის განმავლობაში. მადლობა რომ გვიყურებდით.